მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. დღეს ერთი ძალიან საინტერესო ისტორიული ეპიზოდით გიბრუნდებით, რომელიც შეეხება მესამე რაიხის სამსახურში, კერძოდ ვერმახტის სამსახურში ქართულ ლეგიონებს, სამხედრო პირებს. ეს თემა ძალიან მოთხოვნადი იყო ჩვენს პოდკასტზე, ვიცი, ასობით კომენტარი და ასევე პირადი მიმოწერა მქონია ამასთან დაკავშირებით, ითხოვდნენ, რომ იქნებ ამ თემაზე ჩაწეროთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ქერჩის ოპერაციაზე რაც ჩავიწერეთ, მას შემდეგ გახშირდა ამაზე მოთხოვნები, რომ მეორე მხარეს მებრძოლი ქართველების გვაჩვენოთ, იქნებ რა ხდება იქითკენ, რა мотиваცია ჰქონდათ და ასე შემდეგ, ასე რომ გადავწყვიტე, რომ ეს თემა ჩავიწერო. ასევე შეგახსენებთ, რომ მწარე პოდკასტის მთავარი პარტნიორი არის TBC და დღეს კი ჩვენი სტუმარი არის გიორგი ასტამაძე, ისტორიკოსი. ჩვენთან იყო უკვე ერთხელ სტუმრად, როცა ვისაუბრეთ ჩვენ პირველ მსოფლიო ომის და უფრო მანამდე 19 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიის ინტერესებზე კავკასიაში, ძალიან საინტერესო ეპიზოდში. მოგესალმები გიორგი და მიხარია რომ ასეთ დიდებულ თემაზე გვესტუმრე მწარე პოდკასტში. სალამი ნიკა, მადლობა, მიც მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვარ შენი სტუმარი. თავდაპირველად მოდი მოკლე შესავალი გავაკეთოთ იმაზე, როგორ მოხვდნენ ქართველები გერმანიის სამსახურში, თან იმ რაოდენობით, რომ მათ თავიანთი სამხედრო დანაყოფები შექმნეს და რა мотиваციით და რა ამოძრავებდათ ამ დაჯგუფებებს ზოგადად, რომლებმაც აირჩიეს, რომ მესამე რაიხის მხარდამხარ ებრძოლათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ბუნებრივია ეს იყო თავად წითელი არმიის ყოფილი მებრძოლები. აქ გულისხმობ ბუნებრივია რიგით მეომრებს, აბსოლუტური უმრავლესობა იმ ჯარისკაცებისა, რომელიც იბრძოდა ვერმახტის მხარეს, ესენი იყვნენ გერმანელების და ქართველი ემიგრანტების მიერ რეკრუტირებული ყოფილი წითელარმიელები. ეს საკითხი უნდა ცოტა სიღრმისეულად დავინახოთ თუ რატომ მოხდა ასე. ომის დაწყებისთანავე მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ფაქტობრივად მოხდა ქართული ემიგრაციის მობილიზება, რადგან იცოდნენ, რომ ეს საკითხი ბუნებრივია ადრე თუ გვიან აქტუალური გახდებოდა. თუმცა აქ საინტერესო არის, რომ თავდაპირველად პირველ ეტაპზე თავად გერმანელებს არ ჰქონდათ დიდი სურვილი, რომ ჩამოეყალიბებინათ არაგერმანული შენაერთები, რადგან წარმატების შემთხვევაში წითელი არმიის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში მათ მოუწევდათ ნაალაფარის გაყოფა, ასე რომ ვთქვათ, იმ ჯგუფებთან, რომლებიც მათთან ერთად მიაღწევდნენ წარმატებას. აქედან გამომდინარე, იყო რომ 1941 წელს ფაქტობრივად თუ არ ჩავთვლით სადაზვერვო შენაერთებს, რაზეც ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ, ქართველებს არ მიუღიათ მონაწილეობა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ამ პირველ ძირითად დარტყმაში. ეს იყო გაცხადებული პოზიცია თავად ჰიტლერის და გერმანიის მთავარსარდლობის, რომ ეს მოგეხსენებათ ბლიცკრიგზე იყო ხო საუბარი რამდენიმე თვეში, მათი გადასახედიდან უნდა დასრულებულიყო ეს ოპერაცია და მოსკოვი უნდა აეღო გერმანიის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შესაბამისად, და დღის წესრიგში დგება უკვე 1941 წლის ბოლოდან რაღაცა უნდა შეიცვალოს. შესაბამისად, დაიწყეს ფიქრი, როგორც გერმანიის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობაში, პოლიტიკურში სხვათა შორის ნაკლებად, იმიტომ რომ ჰიტლერი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა თავდაპირველ პოზიციაზე და ლეგიონების ჩამოყალიბება ფაქტობრივად სამხედრო ხელმძღვანელობის ინიციატივასთან იყო საბოლოო ჯამში დაკავშირებული და ჰიტლერი ამაზე დაითანხმეს. ასევე ქართველ ემიგრანტებს შორისაც, მე
ჩვენ დღეს ქართველებზე ვსაუბრობთ და ამას გულისხმობთ, თორემ ბუნებრივია აქ იგულისხმება ასევე სხვა კავკასიელები და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. დაიწყეს ფიქრი თანამშრომლობაზე გერმანიის ძალებთან, სამხედრო ძალებთან. საინტერესო არის, რომ არსებობს წერილი, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა 1918-21 წლების დამოუკიდებლობის დროს გიორგი კვინიტაძემ გაგზავნა ჰიტლერის სახელზე ჯერ კიდევ 1941 წლის ოქტომბერში, როდესაც ასე რომ ვთქვათ, პირველი დარტყმა მიდიოდა საბჭოთა კავშირზე. ეს წერილი არსებობს და ინახება ბერლინში ფედერალურ არქივში, სადაც კვინიტაძე ფაქტობრივად თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს იმ შემთხვევაში, თუ გერმანია მოესურვებს ქართველების გვერდში დაყენებას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლებში. სავარაუდოდ ეს წერილი შეთანხმებული იყო მეორე ქართულ წარმომადგენელთან გერმანიაში ყოფილ ელჩთან ვლადიმერ იგივე ლადო ახმეტელთან, რომელმაც ასევე რამდენიმე ხანში 1941 წლის დეკემბერში მორიგი წერილი, ხოლო 42 წლის იანვარში კიდევ ერთი წერილი გაგზავნა ფიურერის სახელზე, სადაც ის ასევე გამოთქვავდა თანამშრომლობის სურვილს გერმანელებთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახმეტელის წერილი უფრო სრულია წერილები, სხვათა შორის დართული აქვს გიორგი კვინიტაძის ფოტო, რომელიც გერმანელ ოფიცრებთან აქვს გადაღებული გენერალს 1918 წლის ფოტო, მაშინ პირველი რესპუბლიკის დროინდელი თანამშრომლობის დროს. და ამით ფაქტობრივად ეს ორივე მიუთითებდნენ იმაზე, რომ ასეთ თანამშრომლობა უკვე არსებობდა ქართველებსა და გერმანელებს შორის და მისი გამოყენება შეიძლებოდა ამ მომენტისთვის სტალინის და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში. საინტერესო არის ის, რომ ახმეტელი საუბრობს ასევე დაახლოებით მომავალი მოწყობის გეგმაზე, თუ მოხდება სამხრეთ კავკასიის დაკავება გერმანიის მიერ, რა შეიძლება, როგორი ფორმით შეიძლება ის იქნას, ასე რომ ვთქვათ, ადმინისტრირებული, მართული და აქ მას წამოყენებული აქვს ეგრეთ წოდებული რაიხსფერვეზერის იდეა, ანუ ეს იქნებოდა, ასე ვთქვათ, სამხედრო გუბერნატორი ერთიანი სამხრეთ კავკასიის რეგიონის, რომლის ამ თანამდებობაზე გენერალ ფელდმარშალ ვალტერ ფონ რაიხენაუს ასახელებს ლადო ახმეტელი. ხო, ისიც ვახსენოთ, რომ ლადო ახმეტელი იყო შედარებით ოფიციალური ფიგურა, განსხვავებით კვინიტაძისგან, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა და ფაქტობრივად ჩვეულებრივი ემიგრანტი იყო. ახმეტელი ჯერ რესპუბლიკის ელჩი იყო გარკვეული წლების განმავლობაში გერმანიაში, შემდეგ იყო წარმომადგენელი, სანამ გაუქმდებოდა რესპუბლიკის წარმომადგენლობა საბჭოთა კავშირთან დადებული ხელშეკრულების გამო, ხოლო ნაციონალ-სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახმეტელი იყო ეგრეთ წოდებული ნდობის ჯგუფები შეიქმნა ნაციონალ-სოციალისტების მიერ კავკასიელებთან სხვადასხვა ეროვნებების მიხედვით და ქართველებიდან მათი თავმჯდომარე იყო ვლადიმერ ახმეტელი, თან მისი ძმისშვილი იყო გავლენიანი კაცი ნაციონალ-სოციალისტებს შორის მიხეილ ახმეტელი, ალბათ ამასაც უკავშირდებოდა მისი დანიშვნა და ეს წერილიც ოფიციალურ ამ ნდობის ჯგუფის ბლანკზე აქვს გაგზავნილი ფიურერის ოფისში, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად, აი ეს იდეა, როგორც დავინახეთ, უკვე მოდიოდა ემიგრაციიდანაც. რა ხდებოდა ამ პერიოდში გერმანელების მხარეს, ხომ, სანამ დაიწყება უშუალოდ ჯარისკაცების რეკრუტირება წითელი არმიიდან, აქ ესე იგი არსებობდა ასეთი დამოკიდებულება
თავდაპირველად რაზეც ვისაუბრე უკვე რომ უნდა ყოფილიყო გერმანიის სწრაფი წარმატება, მაგრამ როდესაც ეს არ დადგა, ფაქტობრივად ეს დამოკიდებულება შეიცვალა და დამოკიდებულების შეცვლა ხდება დაახლოებით 1951 წლის ბოლოდან. როდესაც ცხადი გახდა რომ საბჭოთა კავშირის ერთი დარტყმით განადგურება ვერ მოხერხდა და გერმანელებმა დაიწყეს ფიქრი აღმოსავლური ბატალიონების ჩამოყალიბებაზე. აქ განმასხვავებელი ის არის სხვებისგან უნდა ესეც ითქვას რომ არ ეხებოდა ეს საკითხი ყველა საბჭოთა ხალხს მაგალითად არ ეხებოდა ყველა რესპუბლიკას და ყველა ეთნოს ანუ პირველ ეტაპზე სანამ გერმანიას წარმატების იმედი ჰქონდა მხოლოდ კავკასიელებისა და თურქესტანელებისგან იგივე ესე იგი ცენტრალური აზიის მუსლიმური ქვეყნების წარმომადგენლებისგან იგეგმებოდა ლეგიონების ჩამოყალიბება. საიდან გამომდინარეობდა ეს, ბუნებრივია ეს იყო ნაციონალ-სოციალისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რომ სლავებთან თანამშრომლობა არ შეიძლება და სლავები არა მხოლოდ რუსები, არამედ უკრაინელებიც, ბელარუსებიც ყვებოდნენ ეგრეთ წოდებული აი საბოლოო ჯამში დასამარცხებელი და დასამონებელი ხალხების რიცხვში, რაშიც არ შედიოდნენ კავკასიელები და ცენტრალური აზიის ეგრეთ წოდებული თურქესტანელები. ეს უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ, იმიტომ რომ ბევრი მითი არის ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული, რომ თითქოს იგეგმებოდა კავკასიაში შემოსვლის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფრიდან ეს არ დასტურდება. ფაქტობრივად ნაციონალ-სოციალისტების გეგმაში კავკასია როგორც მისი უშუალო შემადგენელი ნაწილი არც მოიაზრებოდა, ის მოიაზრებოდა როგორც ასე რომ ვთქვათ გარკვეული ეკონომიკური სატელიტური რეგიონი, ბუნებრივია ბაქოს ნავთობიდან და ჭიათურის მანგანუმიდან გამომდინარე პირველ რიგში და გარდა ამისა ეს ხალხები გერმანელების აღქმით და ობიექტურადაც არ იყვნენ სლავები და შესაბამისად არ იყვნენ მტრულ ეთნოსებს შორის გერმანელების გადასახედიდან. როგორ დაიწყო ახლა უშუალოდ სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულების ჩამოყალიბება. სანამ მაგაზე გადავალთ, აი შენ ახსენე რომ სლავებთანო ისინი არ თანამშრომლობდნენ, ხო? ანუ სლავები, მაგრამ უარსებობდა ეგრეთ წოდებული რუსეთის გამათავისუფლებელი არმია, ლასოვის არმიას რო უწოდებდნენ. აი ეს რა წარმოადგენდა? კი, ეს მოგვიანებით შეიქმნა. ეს შეიქმნა 1944 წელს, როდესაც უკვე გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა ვერმახტს. ომი ფაქტობრივად 1943 წლის ბოლოს აი განსაკუთრებით კურსკის სატანკო ბრძოლის შემდეგ, პრინციპში სტალინგრადის შემდეგაც, მაგრამ განსაკუთრებით კურსკის წაგების ვერმოგების შემდეგ, უკვე ცალსახა იყო, რომ წაგებული იყო არანაირი რესურსი გერმანიას არც ერთ ფრონტზე, ფაქტობრივად იქ აფრიკაშიც წააგეს, ეს პარალელურად მოხდა ხო ყველგან. აღარ ჰქონდათ და მაშინ დაიწყეს მხოლოდ სლავებთან თანამშრომლობა. აი 42 წელს და 43 წლის განმავლობაში ეს თანამშრომლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ კავკასიელებით და თურქესტანელებით, რომლებიც წყაროებში ძირითადად ასე თურქებად, სადაც თურქებზე არის საუბარი, კავკასიელებიც იქ გადიან, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ის უფრო დიდი ჯგუფი იყო, ეთნიკური ჯგუფი. შესაბამისად დაიწყო თანამშრომლობა კავკასიელ და თურქესტანელ სამხედრო ტყვეებთან. 1942 წლის დასაწყისიდან დაახლოებით, თუმცა ქართველები უკვე მანამდეც ცდილობდნენ მათთან კავშირის დამყარებას, აი იგივე ახმეტელი უკვე 1951 წლის ბოლოს გაგზავნილ წერილშიც საუბრობდა დაახლოებით 50,000 კავკასიელ ტყვეზე, რომელიც შეიძლებოდა რომ გადამზადების შემთხვევაში გამოეყენებინა გერმანიას თავის სასარგებლოდ.
ეს პროცესი თანამშრომლობისა როგორც აღნიშნე დაიწყო 1942 წლის დასაწყისში ძირითადად არ გვაქვს ზუსტი მონაცემები თუ რა რაოდენობის ადამიანებზე არის საუბარი მე ვგულისხმობ ზოგადად რა რაოდენობის კავკასიელი ჩაუვარდა ტყვედ პირველი შეტევის დროს 1951 წლის ბლიცკრიგის დროს გერმანელებს, მაგრამ დაახლოებითი ციფრები შეგვიძლია მოვიყვანოთ. ეს არის, ესე იგი, 1902 არსებობს ესეთი დოკუმენტი, რომელიც ასახელებს 1942 წლის თებერვლის დასაწყისისთვის თურქესტანელი და კავკასიელი ტყვეების გამორჩევის პირველი ეტაპი დასრულდა და მაშინ არის ეს შედგენილი ეს დოკუმენტი და ეს მერყეობს 100-დან 120,000-მდე დაახლოებით 50-50-ზე შეფარდებით. ანუ რომ გამოვხშიროთ, გამოდის რომ დაახლოებით 50-60,000 ტყვესთან ტყვეზე არის საუბარი 1942 წლის თებერვლისთვის. მაგრამ ბუნებრივია თუ საერთო ციფრზე ვსაუბრობთ, ეს ვერ იქნება სწორი, იქიდან გამომდინარე რომ 42 წლის თებერვლისთვის უკვე ძალიან მძიმე ზამთარი აქვს ამ ხალხს გადატანილი ტყვეობაში, შიმშილობაში, ძალიან ცუდ საცხოვრებელ პირობებში, რადგან გერმანელებმა იმ დროისთვის საერთოდ არ იცოდნენ ეს ხალხი დასჭირდებოდათ თუ არა, პირველ ეტაპზე 1951 წლის ზამთარში მოპყრობა მათ მიმართ იყო საშინელი, პირდაპირ ითქვას და ვარაუდობენ რომ 50% ფიზიკურად განადგურდა იმ დროს ამ რამდენიმე თვეში ცუდი პირობებიდან გამომდინარე, ანუ ტყვეებზეა საუბარი. შესაბამისად შეიძლებოდა რომ საერთო რაოდენობა ყოფილიყო 200-240,000 შორის ამ გერმანელებისთვის მომდევნო პერიოდში გამოსაყენებელი ხალხისა, მაგრამ დარჩა ნახევარი ამისი 1942 წლის თებერვლისთვის. და ეს ციფრი სხვათა შორის ეთანხმება ახმეტელის მიერ წერილში ნახსენებ 50-60,000 კავკასიელ სამხედრო ტყვესაც. ამათთან მუშაობა, სამხედრო ტყვეებთან მუშაობა წითელარმიელებთან გერმანელებმა დაიწყეს სამხედრო ტყვეთა კომისიების მეშვეობით, რომლებიც ეროვნებების მიხედვით იქმნებოდა. გასაგებია ხომ, ანუ ქართველებთან მიდიოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელებთან აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ 1951 წლის შემოდგომიდან დაახლოებით უკვე ქართველი ემიგრანტები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობდნენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში და კავშირები ჰქონდათ აი ესეთი ორგანიზაცია როგორც იყო თეთრი გიორგი მაგალითად და ასე შემდეგ, ესენი ცდილობდნენ რომ ტყვეები გადაერჩინათ და საჭიროების შემთხვევაში გადაებირებინათ გერმანელების მხარეს. ცოტა უფრო მოგვიანებით უკვე, როდესაც ცხადი გახდა რომ თანამშრომლობა საჭირო იყო ამ ხალხთან, ამ საქმის განხორციელება უკვე ოფიციალურ დონეზე გაკეთდა გერმანელების მხრიდანაც. არსებობდა ასეთი აღმოსავლეთის დაპყრობილი ტერიტორიების სამინისტრო, რომელსაც მოკლედ აღმოსავლეთის სამინისტროს უწოდებენ, რომლის ხელმძღვანელიც იყო შეფ-იდეოლოგი ნაციონალ-სოციალისტების ალფრედ როზენბერგი და მასთან თანამშრომლობდა ასეთი კაცი ალექსანდრე ნიკურაძე, რომელიც ცნობილი ფიზიკოსი იყო და მისი კადრი ექიმი გიორგი მაღალოვი, რომელიც მიუნხენში ცხოვრობდა, იქ ყავდა გერმანელი ცოლი და ძალიან მდიდარი კაცი იყო ესეც ექიმი. თვითონ დადიოდა, მან დაიწყო ამ სამინისტროს ეგიდით, ასე რომ ვთქვათ, ტყვეების მონახულება და რეგისტრაცია ოფიციალურად. შემდეგ ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო ჯგუფი ქართველებისა, რომელშიც შედიოდნენ ვალერიან ტოგონიძე, მარკოს ტუღუში, ლეონტი და ალექსანდრე ჭეიშვილები, არჩილ გომართელი, ესენი ემიგრანტები იყვნენ და კიდევ სხვები, რომლებსაც დაევალათ
გატყვეების გადაბირების საქმის ორგანიზება. ესენი ხვდებოდნენ ამ ტყვეებს ესაუბრებოდნენ მათ 2 დღეში ერთხელ დაახლოებით და ასე მოხდა, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების, ქართველი წითელარმიელების გადაბირება. უკვე 1951 წლის ბოლოს, დეკემბერში, ამ ჯგუფს აღრიცხული ჰყავდა 15000 ქართველი ტყვე. რასაც თუ შევადარებთ აი 50-დან 60,000-მდე კავკასიელ ტყვეების საერთო ციფრს, ну დაახლოებით ლოგიკაში ჯდება. თუ გავყოფთ 3 დიდ სამხრეთ კავკასიურ ჯგუფზე, ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და დაუმატებთ პლუს ჩრდილოეთ კავკასიელებს, ერთობლივად, ანუ 4-ზე რომ გავუყოთ 80,000, დაახლოებით ასეთ მონაცემს იძლევა, რომ დაახლოებით 15,000 შეიძლებოდა ყოფილიყო ყველა ეს ჯგუფი ტყვეებისა, კავკასიელი ტყვეებისა. პარალელურად ამ ტყვეების გადაბირებასთან ერთად გერმანელების მხრიდან დაიძრა აღმოსავლური ლეგიონების ორგანიზების საქმე, რომელსაც ბუნებრივია ასეთი რაოდენობის ადამიანების მართვას თავისი ორგანიზება სჭირდებოდა. აქ მნიშვნელოვანი გადამწყვეტი როლი შეიძლება ითქვას, ითამაშა, რაც ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, მომდევნო წლებში 1944 წელს ჰიტლერზე ორგანიზებული თავდასხმის მთავარმა ორგანიზატორმა კლაუს გრაფ ფონ შტაუფენბერგმა. და რატომ? ის 1942 წელს იყო ობერკომანდო ვერმახტში საორგანიზაციო განყოფილების მეთაური, ჯერ მაიორი იყო იმ დროს. და მისი ინიციატივით ამ ლეგიონების მეთაურის, ანუ კავკასიური ლეგიონების მეთაურის, ასე ვთქვათ, ეს ერთიანად არ არსებობდა, მაგრამ არსებობდა გენერალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ კავკასიურ ლეგიონებზე და ამ თანამდებობაზე გაიყვანა შტაუფენბერგმა გენერალ ერნსტ კოსტრინგის კანდიდატურა, რომელიც მანამდე სანამ ურთიერთობები არ შეწყდა, იყო რუსეთში, საბჭოთა კავშირში ბოლო გერმანული მისიის სამხედრო ატაშე, ხოლო ელჩი იყო იმ დროს გრაფი შულენბურგი, რომელიც ასევე იყო პოლიტიკურად კავკასიის საკითხებთან დაკავშირებული. კოსტრინგის თანაშემწე ამ კავკასიური ლეგიონების ორგანიზების საკითხში იყო ჰანს ფონ ჰერვარდ ფონ ბიტენფელდი, რომელიც იყო ასევე იმ მისიის წევრი და უშუალოდ ელჩ შულენბურგის თანაშემწე მოსკოვში 1941 წლამდე. ამ საქმეებში ასევე ჩარეული იყო კავკასიური რეგიონების პირველ ეტაპზე ორგანიზების საკითხში გენერალი ფრიდრიხ ოლბრიხტი, რომელიც 1944 წლის ივლისის თავდასხმის დროს ასევე ერთ-ერთი მთავარი შეთქმული იყო ჰიტლერის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ამ ჯგუფმა, ასე რომ ვთქვათ, ხო კიდევ უნდა ვახსენოთ პაულ ფონ ჰეგენდორფი, რომელიც იყო საერთო ჯამში მთელი აღმოსავლური ლეგიონების, ანუ უკვე იგულისხმება აქ თურქესტანელებიც, ცენტრალური აზიელებიც, მათი კოორდინატორი და საბოლოო ჯამში აქ მოიყარა თავი ისეთმა ოფიცრობამ, რომელიც არ იყო, ასე რომ ვთქვათ, იდეურად ძალიან აგრესიული ნაციონალ-სოციალისტი, იყვნენ კარიერული სამხედროები და ისინი ფაქტობრივად ყველა შეიძლება ითქვას უპირატესობას ანიჭებდა არა პირდაპირ ოკუპაციას კავკასიისა და დამორჩილებას, ასე რომ ვთქვათ, უშუალოდ გერმანიის ადმინისტრაციისთვის, არამედ მათთან თანამშრომლობას, ანუ ადგილობრივ ხალხებთან თანამშრომლობას და გარკვეული თვალსაზრისით აი ისეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, როდესაც გერმანელები შემოვიდნენ კავკასიაში, მაგრამ არ დაუმყარებიათ საოკუპაციო რეჟიმი, დაამყარეს თანამშრომლობის ფორმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. შტაუფენბერგის ინიციატივით
1942 წლის დასაწყისში პოლონეთში გაემგზავრა ქალაქ ვესოლაში ფორმირების პროცესში მყოფ ლეგიონებთან ნდობით აღჭურვილი პირის სახით პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე რომელიც იყო პირველი რესპუბლიკის დროს უკვე სხვადასხვა თანამდებობებზე ნამყოფი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1900 შემდეგ მას ლატვიელი ცოლი ყავდა და ემიგრაციაში ცხოვრობდა და 1937 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში და ის თანამშრომლობდა გერმანიის სამხედრო დაზვერვასთან, აბვერთან უკვე ომის დაწყებამდეც, ანუ ესეთი დაახლოვებული ადამიანი იყო და მას იქ ფაქტობრივად ასე კონკურენციაში შევიდა ის იქ ადგილობრივ ქართულ წარმომადგენლობასთან პოლონეთის ქართულ ემიგრაციასთან, როგორც ვიცით, პოლონეთში იყო ქართული ემიგრაცია პირველი რესპუბლიკის შემდეგ, აი ზუსტად სამხედროები იყვნენ და იქ ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო გრიგოლ ალშიბაია, პირველი რესპუბლიკის დროს საქართველოს ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენები ჰქონდა შემდეგ ვარშავაში და ალშიბაიამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქართველი ოფიცრების, პოლონეთის არმიაში მყოფი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის ომის დაწყების შემდეგ გერმანიის სამსახურში ჩაყენებაში, ამიტომ მისი შვილიც მიხეილ ალშიბაიაც უშუალოდ ბერლინში მოქმედებდა, იქ მომუშავე ქართულ კომიტეტთან ერთად მიხეილ კედიასთან, ზემოხსენებულ მაღალაშვილთან და სხვებთან ერთად და ფაქტობრივად ესეთი გავლენიანი კაცი იყო და მოხდა ეს დაპირისპირება მაღლაკელიძესა და ალშიბაიას შორის, რომელიც ფაქტობრივად მთელ ომს გასდევს შემდეგ იმათ წითელ ხაზად. ერთის მხრივ არსებობდა ეს ჯგუფი, ალშიბაია, კედია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა შემდეგ სამოკავშირეო კომიტეტი გერმანელებთან, სამოკავშირეო შტაბი, ხოლო მეორეს მხრივ არსებობდა მაღლაკელიძე და მისი შვილი გაიოზ მაღლაკელიძე, რომლებიც უშუალოდ აბვერთან იყვნენ დაკავშირებულები და მაღლაკელიძე იყო უშუალოდ ასევე მონაწილე ერთ-ერთი ლეგიონის წევრი, რომელიც საქართველოსთან მიმდინარე ოპერაციებში იღებდა შემდეგ მონაწილეობას, რაზეც ასევე ვისაუბრებთ. ეს გარკვეული დაპირისპირება რაც მაღლაკელიძესა და მეორე მხარეს შორის არსებობდა, ასევე გამოიხატა გამოცემულ პრესაშიც, მაგალითად მაღლაკელიძის შვილი გაიოზი გამოსცემდა გაზეთ საქართველოს, ხოლო ამ მეორე ჯგუფს თავისი ცალკე პროპაგანდისტული გაზეთი ჰქონდა ქართველი ერი, სამოკავშირეო შტაბი გამოსცემდა ამ გაზეთს. და ეს პრინციპში ეს დაპირისპირება უკავშირდებოდა ძირითადად გავლენას, ვის უფრო მეტი გავლენა ექნებოდა, თორემ საბოლოო ჯამში ორივე მხარის სურვილი იყო, რომ რუსეთის გაძევება მომხდარიყო, საბჭოთა კავშირის გაძევება მომხდარიყო სამხრეთ კავკასიიდან. ბატალიონების ჩამოყალიბება დაიწყო 1942 წლის თებერვალში და ეს ხდებოდა არა გერმანიაში, არამედ პოლონეთის და უკრაინის ტერიტორიაზე, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ქართველი სამხედრო ტყვეების უდიდესი ნაწილი იმყოფებოდა აქ. ბატალიონების ძირითადი ნაწილი ჩამოყალიბდა პოლონეთში და რამდენიმე ბატალიონი ჩამოყალიბდა უკრაინის ტერიტორიაზე შეკრებილი სამხედრო ტყვეებისგან. 1942 წლის ივლისში ზემოხსენებულმა პოლკოვნიკმა შტაუფენბერგმა და ფრიდრიხ შულენბურგმა, ყოფილმა ელჩმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა კავკასიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებში, იმოგზაურეს აღმოსავლეთის ფრონტზე, რათა გაცნობოდნენ თუ რა ტიპის მომზადება როგორ მიდიოდა, მოკლედ რო ვთქვათ, ქართული სხვადასხვა ლეგიონების მომზადება.
საბოლოო ჯამში მთელი ომის განმავლობაში ჩამოყალიბდა ვერმახტის შემადგენლობაში შევიდა 46 კავკასიური ბატალიონი. უნდა ვთქვათ, რომ ზოგადი სურათი რომ მსმენელისთვის გასაგები იყოს, ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც ერთიან ჯარზე, ეს აკრძალული იყო. ესენი ეს შენაერთები და ჯგუფებები მოქმედებდნენ ცალ-ცალკე. ანუ არსებობდა ბატალიონი და ბატალიონის იქით რაიმე ტიპის არაგერმანული უცხოური სამხედრო დაჯგუფების ჩამოყალიბება ჰიტლერმა სპეციალური ბრძანებით აკრძალა. იყო ერთი გამონაკლისი ბერგმანის შემთხვევაში, რაც შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ისიც დაშალეს. სულ ჩამოყალიბდა 46 კავკასიური ბატალიონი, აქედან 13 იყო ქართული სპეცდანაყოფ ბერგმანის ჩათვლით, 12 სომხური, 14 აზერბაიჯანული და 8 ჩრდილოეთ კავკასიური. ჩრდილო კავკასიურს ცალ-ცალკე არავინ არ ანგარიშობდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პატარა ეთნოსებია და იხსენიება დოკუმენტებში ესე ერთიანად ჩრდილო კავკასიურ დაჯგუფებებად, როგორც ვახსენე იყო 8 და ამათი საერთო რაოდენობა იყო დაახლოებით 50,000 ჯარისკაცი. მაგრამ ეს არ არის საერთო რაოდენობა გერმანიის მხარეს მებრძოლი კავკასიელებისა, შეიქმნა ასევე ზურგის ნაწილები, ანუ უზრუნველყოფის დანაყოფები, სადაც დამატებით კიდევ 22,000 კავკასიელამდე შედიოდა, ხოლო დაახლოებით 30,000 თუ ცოტა მეტი კიდევ კავკასიელი უშუალოდ გერმანულ დანაყოფებში შედიოდა SS-ის Sicherheitsdienst, ანუ SDS, Luftwaffe-ი და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში მთელი ომის მანძილზე გერმანიის მხარეს იბრძოდა დაახლოებით 100,000 ოდნავ მეტი კავკასიელი, ხოლო თუ ვიგულისხმებთ ყველა საბჭოთა ხალხს კიდევ აი ზემოხსენებული ლასოვის არმია და ასე შემდეგ, ანუ უკვე სლავებსაც თუ მივამატებთ, რაც უკვე 44 წლიდან ასევე მოხდა, ეს რამდენჯერმე გაიზრდება ამ თანამშრომლობის რაოდენობა და საბოლოო ჯამში ავდივართ უზარმაზარ ციფრზე კოლაბორაციისა გერმანელებთან, რაც ფაქტობრივად საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ყოველთვის მიჩქმალული იყო და ისე წარმოაჩენდნენ მოვლენას თითქოს რაღაც ესეთი გამონაკლისი სახით ძალდატანებით მხოლოდ და ასე შემდეგ ხდებოდა ამ არარუსიერების თანამშრომლობა გერმანელებთან. რეალურად ეს იმდენად დიდ ციფრებთან გვაქვს საქმე, რომ აქ რომ არ ყოფილიყო თანამშრომლობის სურვილიც, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ამ 6 ნიშნა და შეიძლება საერთო ჯამი რომ ავიღოთ ყველანაირი თანამშრომლობისა საბჭოთა კავშირის ხალხებთან, შეიძლება მილიონამდეც კი ავიდეთ. საბოლოო ჯამში, რაც ბუნებრივი არის ძალიან დიდი მაჩვენებელი კოლაბორაციისა. სანამ უშუალოდ სამხედრო ოპერაციების შესახებაც ვისაუბრებთ, რაც 1942 წლის ბოლოსკენ შემოდგომაზე დაიწყო, ანუ არ დაწყებულა ამ დროს, მაგრამ როდესაც ქართული ბატალიონები ჩაერთნენ საქმეში, ასე რომ ვთქვათ, ასევე უნდა ვახსენოთ ის თანამშრომლობა, რომელიც ჯერ კიდევ ამ ლეგიონების ჩამოყალიბებამდე გარკვეული თვალსაზრისით უკვე არსებობდა ემიგრანტებსა და გერმანულ სამხედრო ხელმძღვანელობას შორის. თუმცა იყო უფრო სხვა ფორმის და საიდან გამომდინარე ეს საუბარი მაქვს დაზვერვითი ტიპის თანამშრომლობაზე, რაც არსებობდა აბვერს, ანუ სამხედრო დაზვერვას, გერმანიის სამხედრო დაზვერვასა და ქართულ ემიგრაციას შორის. ეს მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგში მათ ამ ჯგუფებმა, ვინც თანამშრომლობდა ქართველებისა, მათ მონაწილეობა მიიღეს გარკვეულ ოპერაციებში კავკასიის ფრონტზე, ლეგიონებამდე ან ლეგიონებთან პარალელურ რეჟიმში. ყველას სმენია
ალბათ თამარის შესახებ ორგანიზაცია თამარ პირველი და თამარ მეორე და რას წარმოადგენდა ხო ესენი იყო აბვერის ანუ გერმანიის სამხედრო დაზვერვის ქართული ორგანიზაციები რომელთა ჩამოყალიბება უფრო ადრე დაიწყო ვიდრე იყო ეს ქართული ლეგიონების ანუ ლეგიონები ექვემდებარებოდა უშუალოდ ობერკომანდო ვერმახტს, ანუ სამხედრო ხელმძღვანელობას, ხოლო თამარ 1, თამარ 2 და ასევე სპეცდანიშნულების ბატალიონი ბერგმანი ექვემდებარებოდნენ აბვერს, ანუ სამხედრო დაზვერვას. რატომ მოხდა ამათი ჩამოყალიბება უფრო ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ სპეცდანიშნულების, ანუ ასე ვთქვათ, უშიშროების ტიპის თანამშრომლობას არ გამორიცხავდა გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა არც პირველი ეტაპისთვის, როდესაც ანუ ჯერ არ იყო პირველი წარუმატებელი შეტევა, ასე ვთქვათ, სახეზე, მათ ამ დროისთვის უკვე სჭირდებოდათ რაღაც დაზვერვითი ტიპის ინფორმაცია და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს თანამშრომლობა ფაქტობრივად არ დაწყებულა 51 წლის ბოლოს და 52 წლის დასაწყისში, როგორც იყო ამ წითელ არმიელების გადმობირება, არამედ ეს დაიწყო უკვე 51 წლის შუა რიცხვებში, სადაც ზაფხულში, მაგალითად თამარ პირველი ჩამოაყალიბა უშუალოდ აბვერის შეფის, კანარისის მოადგილის გენერალ ერვინ ფონ ლაჰუზენის მიხედვით გერმანიამ 1951 წლის ივნისში. და რა იყო მიზანი? მიზანი იყო ამ ორგანიზაციის შექმნისა აჯანყების ორგანიზება საქართველოში თუ ეს საჭირო გახდებოდა. როგორ ხდებოდა მომზადება ამ ორგანიზაციისა, ესეც საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ აბვერი ზოგადად სერიოზული ორგანიზაცია იყო, სამხედრო დაზვერვა, უნდა ითქვას, რომ თავად ამ ქართული ჯგუფის მომზადება არ იყო მაღალი დონის, საკმაოდ დილეტანტურ დაბალ დონეზე იყო მომზადებული, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ასე რა ვთქვათ, არც დიდი დრო და ასე შემდეგ ამისთვის, რადგან შეტევა ასევე ივნისში დაიწყო საბჭოთა კავშირზე და პარალელურ რეჟიმში იგეგმებოდა მათი გამოყენება, როდესაც საზღვართან მივიდოდნენ საქართველოში. მზადება ხდებოდა, მომზადება თამარის წევრებისა რუმინეთში და ავსტრიაში. მაგრამ ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში, სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლებელი არის, რომ მტრის ზურგში გადასმისთვის მაღალი კვალიფიკაციის კადრი მოამზადო, ხომ, პარაშუტისტი, თუნდაც იქ ფრინავები, რომლებმაც ხალხი უნდა ზუსტ ადგილზე დასვან და ასე შემდეგ, ამას სჭირდება ძალიან მაღალი დონის ცოდნა და უნარები. და ეს ბუნებრივია, შეუძლებელი არის, რომ გააკეთო რაღაც 3-4 ან თუნდაც 2 თვეში, 3-4 კვირაში ან 2 თვეში ეს ფიზიკურად არის ძალიან ძნელი. საიდან მოვიდა ხალხი, ვინც ამ თამარში მიიღეს, ხომ? ეს იყო ქართველი პატრიოტი ემიგრანტები, რომელთა რეკრუტირებას ახდენდა უკვე პარიზის დაკავების შემდეგ, ანუ ეს ჯერ კიდევ უფრო ადრინდელ პერიოდზე ვსაუბრობთ. მიხეილ კედია, ქართველი ემიგრანტი, რომელიც იყო პირველი რესპუბლიკის დროს საქართველოს საგანგებო რაზმის მეთაურის შვილი და მას ასე რომ ვთქვათ, უკვე ჰქონდა ღრმა კავშირები გერმანულ სამსახურებთან, სპეცსამსახურებთან, აბვერთან პირველ რიგში და მის მეექვსე განყოფილებასთან, რომელიც აზიას, რუსეთსა და იაპონიას კურირებდა და რომლის ხელმძღვანელებიც იყვნენ ჰაინც გრეფე და ერიხ ჰენგელჰაუპტი. თუმცა ნუ ეს უფრო სხვა გადაცემის თემა. დავუბრუნდეთ ჩვენს თამარს, მისი შემადგენლობა კედიამ ძირითადად კედიას მიერ შეგროვებულმა ხალხმა დააკომპლექტა. თამარი 195 ემიგრანტი იყო, ვინც მზადყოფნა გამოთქვა მალევე, ანუ რაც კედიამ დაიწყო ხალხის მოძიება გერმანიის
სასარგებლოდ თქო საქართველოში განსახორციელებელ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. და თამარის შემადგენლობა ასე რომ ჩამოყალიბდა, მისი მეთაური იყო გერმანელი, ანუ ეს შერეული იყო, არ იყო მხოლოდ ქართველები და მხოლოდ გერმანელები, იყო 28 მონაწილე თამარ 1-ში, აქედან 12 იყო გერმანელი და 16 ქართველი, დაყოფილი იყო 4 ჯგუფად, თითოეულში შედიოდა 7 წევრი, ხოლო მეთაური საერთო ჯამში იყო ფელდფებელი ედუარდ ჰერმანი. ანუ ქართველები იყვნენ აქ შედარებით გამოუცდელი ხალხი, ხოლო გერმანელები უფრო გამოცდილები იყვნენ, რადგან ესენი იყვნენ პოლკ ბრანდენბურგ 800-ის წევრები, სპეცდანიშნულების რაზმი იყო და მისი წევრების ნაწილი ჩართეს ამ ორგანიზაციის სტრუქტურაში. ესე იგი, მათ საქართველოში გერმანიის შესვლის შემთხვევაში, რომ ესენი უნდა დახვედრილიყვნენ ვერმახტს ადგილზე, მანამდე უნდა ჰქონოდათ ნაწარმოები, ასე რომ ვთქვათ, სამუშაო, პროპაგანდისტული, ადგილობრივ მოსახლეობაში და ეს ბუნებრივია ვერმახტს გაუადვილებდა შედარებით საქმეს ქვეყნის ოკუპაციის მიმდინარეობისას. მათი ასევე მეორე მიზანი იყო გადეზერტირებულ ყოფილ წითელ არმიელებთან კავკასიის დამყარება საქართველოს ტერიტორიაზე და პარტიზანული მოძრაობის აგორება, ასე რომ ვთქვათ, წარმოება რუსების არა, პრინციპში კომუნისტების წინააღმდეგ. აგენტების სამოქმედო არეალი ძირითადად უნდა ყოფილიყო სვანეთისა და რაჭის მაღალმთიანი რაიონები. ამ ჯგუფის გადასხმა ფაქტობრივად საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა უკვე 1942 წლის 4 სექტემბერს დაიწყო ესე. და შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მომზადების ხარისხი არ იყო სათანადო, შეცდომები დაუშვეს მონაწილეებმა, მფრინავებმა, როგორც ლოკაციების შერჩევის საკითხში, თუ სად უნდა გადაესხათ თავისი ორგანიზაციის წევრები, ასევე თქვათ თვითონ ისინი პარაშუტისტებიც არ იყვნენ მზად ასეთი რთული გამოწვევისთვის და დიდი ნაწილი NKVD-მ ფაქტობრივად ადგილზევე გაანადგურა. ოპერაციის რამდენიმე მონაწილემ შეძლო საბჭოთა უშიშროებისაგან კლანჭებისგან თავის დაღწევა და შეიფარეს კიდეც სხვათა შორის ჩანს დოკუმენტებიდან, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში საბჭოთა ხელისუფლება არ იყო პოპულარული, თუნდაც სტალინის პერიოდში და ისინი მზად იყვნენ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში მტრის მხარეზე გადასასვლელად. ამისი საუკეთესო დამადასტურებელი ბუნებრივია იყო თამარ 1-ის რამდენიმე წევრის მიღება საკუთარ ოჯახებში. მაგალითად, ამ ოპერაციაში მონაწილეობდა მათე კერესელიძე, გიორგი კერესელიძის შვილი, ცნობილი ქართველი ემიგრანტის და ის იყო იმ ორ ადამიანს შორის, რომელიც გადარჩა. ანუ საბოლოო ჯამში ის შეიფარეს და შემდეგ დააპატიმრა საბჭოთა უშიშროებამ, პოლიციამ. მას შემდეგ რაც გერმანელებმა ვერ მოახერხეს კავკასიის, საქართველოს დაკავება და ბუნებრივია ეს ხალხი, ვინც დარჩა ცოცხალი, თანდათან ეტაპობრივად ყველა საბჭოთა რეჟიმმა დაიჭირა, ფიზიკურად გაანადგურა, ეს დატოვეს ცოცხალი. იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილი ემიგრანტის შვილი იყო და ასე რომ ვთქვათ, მასთან ვაჭრობის პერსპექტივა არსებობდა რაღაცების გაცვლაში. საბოლოო ჯამში 28 მონაწილიდან 26 განადგურდა საბჭოთა ძალების მიერ
და გადარჩა მხოლოდ ორი ზემოხსენებული ორი დივერსანტი, მათე კერესელიძე და ალექსანდრე კანკავა. არსებობდა მეორე გეგმა კიდევ თამარ მეორის, ანუ ეს თამარ პირველის ჩავარდნის შემდეგ მანამდე იყო შემუშავებული, რომ თამარ მეორეც უნდა გადაესხათ სხვა ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მისი განხორციელება ფაქტობრივად აი ამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე ხდება ფაქტობრივად გერმანელების სამხედრო იერიშის პარალელურად, ხო? და რადგანაც წარუმატებლობა განიცადა იერიშმა, შესაბამისად ახალი ოპერაციის, ასეთი ტიპის ოპერაციის დაგეგმვამ დაკარგა აზრი, თუმცა ორგანიზაცია გამზადებული იყო, მისი მეთაური თამარ მეორის მეთაური იყო ობერლეიტენანტი კრამერი და ამ ეს უფრო დიდი ჯგუფი იყო, დაახლოებით 130 დივერსანტი შედიოდა. ეს ჯგუფი ყავდათ გარკვეული პერიოდი ყირიმის ტერიტორიაზე და შემდეგ მონაწილეობასაც ღებულობდა სხვადასხვა ოპერაციებში, მათ შორის კავკასიის მისადგომებთან. საბოლოო ჯამში მისი შემადგენლობა შეუერთეს ბერგმანს, სპეციალური დანიშნულების დანაყოფ ბერგმანს, რომელსაც ასევე დაზვერვითი და დივერსიული ტიპის საქმიანობა ოპერირება ევალებოდა კავკასიაში. რას წარმოადგენდა ბერგმანი? ბერგმანი იყო ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ზოგადად ფაქტობრივად აი ამ ქართულ სამხედრო და დაზვერვითი ტიპის ჯგუფებს შორის, რაც ჩამოყალიბებულა მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. და რამ განაპირობა ეს? განაპირობა იმან, რომ განსხვავებით თამარისგან და განსხვავებით ასევე რაზეც ცოტა მერე გვექნება საუბარი უშუალოდ ვერმახტის ქართული ლეგიონებისგან იქ უფრო დაჩქარებულ ტემპში ხდებოდა ადამიანების შერჩევა და ასევე ნაკლებად კვალიფიკაციის მიხედვით იყო ნაკლები დრო გასაწვრთნელად და ასე შემდეგ. მაგრამ ბერგმანი ამ ყველაფრისგან განსხვავებული შემთხვევა იყო და ეს უკავშირდებოდა მის დამფუძნებელს, მის იდეის ავტორს ზოგადად თეოდორ ობერლენდერს. თეოდორ ობერლენდერი იყო პროფესორი, საბჭოთა კავშირის სპეციალისტი, რომელიც სამჯერ იმყოფებოდა საბჭოთა კავშირსა და კავკასიაში ომის დაწყებამდე 30-იან წლებში. უშუალოდ ძალიან მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაციის მცოდნე იყო და მან გადაწყვიტა რომ ჩამოეყალიბებინა ასეთი სპეცდანაყოფი, რომელიც გერმანული ჯარების მიერ საქართველოს აღების შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მთავარ ღერძს, ვლადიკავკაზ თბილისის დამაკავშირებელ ხაზს გააკონტროლებდა. და ჯვრის უღელტეხილის აღება იყო, ასე ვთქვათ, გამიზნული ამ დანაყოფის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად. ობერლენდერმა ამ თავისი იდეის მხარდაჭერის მოპოვება შეძლო თავისი იდეის განსახორციელებლად და ასე მისი მთავარი მხარდამჭერი იყო გერმანიის არმიის სამხრეთის დაჯგუფების გენერალური შტაბის ოფიცერი პოლკოვნიკი ვინთერი. მას ობერლენდერს გამოცდილება ჰქონდა უკვე ასეთივე ტიპის სპეც დანაყოფ ნახტიგალში მუშაობიდან. ეს იყო უკრაინაში მოქმედი დანაყოფი, რაც უკრაინაში გერმანელებმა გამოიყენეს მათი შეტევის დროს და აქედან გამომდინარე ეს გამოცდილება ჰქონდა მას უკვე ასეთი ტიპის სამუშაოს საწარმოებლად. ობერლენდერმა ძალიან ესეთი სერიოზული სამუშაო ჩაატარა ვერმახტის ქართული ლეგიონებისგან განსხვავებით, სადაც შემდეგში როგორც ასევე ახსენებთ, სადაც ხალხს კრებდნენ ფაქტობრივად ძალიან ესეთი შემთხვევითობის პრინციპით, ვინც სურვილს გამოთქვავდა უბრალოდ რომ გადარჩენილიყო იმ შიმშილს, რაც ტყვეობაში ყოფნის შემთხვევაში ელოდებოდა. ობერლენდერმა პირადად მოიარა პოლონეთში სხვადასხვა ბანაკები, სადაც იმყოფებოდა კავკასიური
კავკასიური წარმომავლობის ტყვეების ჯგუფები და შეარჩია პირადად 700-მდე ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი საბჭოთა სამხედრო ტყვე. რასაც დაემატა თამარ მეორის დაახლოებით 130 კაციანი შემადგენლობა და ასევე განსხვავებით ვერმახტის ლეგიონებისგან, სადაც გერმანელი ოფიცრების რაოდენობა იყო 30-35 შორის, შეიძლება ცოტა მეტი, მაგრამ არა ბევრით. ამ ბერგმანში 300-მდე გერმანელი ოფიცერი და უნტერ-ოფიცერი იქნა ჩართული. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ხარისხი იყო ბრძოლის უნარიანობა ამ სპეცდანაყოფისა ძალიან მაღალი. განსხვავება იყო იმაშიც სხვებისგან, რომ ობერლენდერმა დრო მოითხოვა დანაყოფის გასაწვრთნელად და ჯერ სილეზიაში, ნოიჰამერში, ხოლო შემდეგ ბავარიის ალპებში, ლუტენზეს ბანაკში, რაც პატარა ქალაქ მითენვალთან ახლოს მდებარეობს, ამ ჯგუფის ერთმანეთთან შესაკავშირებლად და კვალიფიკაციის სასამაღლებლად რამდენიმე თვიანი წვრთნა გაატარა. შესაბამისად, მთელი ომის მანძილზე ბერგმანი გამოირჩეოდა ძალიან მაღალი საბრძოლო უნარებით, ყველაზე მაღალით ქართულ დანაყოფებს შორის. თუმცა ეს მარტო ქართული არ იყო, ეს იყო კავკასიური ზოგადად. აქ ფაქტობრივად ერთადერთი ღალატის შემთხვევა, რაც დაფიქსირდა ამ ჯგუფში მთელი, ამ დანაყოფში მთელი ომის განმავლობაში, რამდენიმე წლის მანძილზე იყო აი ამ მომზადების პერიოდში ზუსტად, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩართულები საბრძოლო მოქმედებებში. ერთ-ერთი ოფიცერი იყო ასეთი კაპიტანი ციკლაური, მისი მეთაურობით ჩამოყალიბდა შეთქმულების ჯგუფი, რომლის წევრები იყვნენ რამდენიმე ოფიცერი, დაახლოებით 4 ოფიცერი და 12 მებრძოლი. ესენი იყვნენ ზემოხსენებული ციკლაური, ასევე იყო ობერლეიტენანტი ტაბიძე, ლეიტენანტები თედეევი და ანდრეასიანი. და ესენი გეგმავდნენ საბრძოლო მოქმედებებზე ხასთან გასვლის დროს პირველივე შესაძლო შემთხვევისთანავე ცეცხლის გახსნას და საბჭოელების მხარეზე გადარბენას. და ეს ჩავარდა, ეს შეთქმულება ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს და ესენი გერმანიის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და 12 ოფიცერსა და ჯარისკაცს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც აღსრულდა კიდეც. თუმცა სასამართლო საკმაოდ ობიექტური იყო და 16-ს ჰქონდა ბრალი წაყენებული, ვისაც ვერ დაუმტკიცეს, მათ შორის ანდრეასიანს მაგალითად ვერ დაუმტკიცეს ბრალეულობა, ისინი გაამართლა სასამართლომ და 4 ადამიანი არ დაუსჯიათ. ბერგმანის ინსპექტირება 1942 წლის 7-8 iyulis უშუალოდ ადმირალმა კანარისმა განახორციელა და ფაქტობრივად ჩანდა, რომ მისი მზად იყო, ეს დანაყოფი მზად იყო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. 1942 წლის ივლისის ბოლოსთვის, ესე იგი ეს ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში, მისი რაოდენობა იყო ბერგმანის 1200, საიდანაც 900 იყო კავკასიელი და 300 დაახლოებით გერმანელი. ის დაიყო 5 ნაწილად, ასეულებად. აქედან პირველი იყო ქართული, მეოთხე იყო ასევე ქართული და პირველი, მეოთხე და მეხუთე იყო ქართული ასეულები, ასე რომ ვთქვათ, და მეხუთეში ასევე შედიოდა ერთი სომხური ნაწილი, ოცეული. მეორე ასეული იყო ჩრდილოკავკასიური, ხოლო მესამე იყო აზერბაიჯანული. რაც შეეხება ამ სპეცდანაყოფის ადმინისტრებას, მას ხელმძღვანელობდა თეოდორ ობერლენდერი, ხოლო მას ეხმარებოდა თბილისში დაბადებული გერმანელი ლეიტენანტი კუჩენბახი და ასევე ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვე დოქტორი გივი გაბლიანი, რომელიც გერმანელების მხარეს გადავიდა და ლეიტენანტის რანგში იყო ბერგმანის წევრი.
მე მიზნებზე უკვე ვახსენე, რომ ის მიზანი იყო ვლადიკავკაზ-თბილისის დამაკავშირებელი ღერძის გაკონტროლება ბერგმანის მიერ, მაგრამ ეს როგორც ვიცით, ომის ისტორიიდან გამომდინარე ვლადიკავკაზი საერთოდ ვერ აიღო, გაჩერდა ფაქტობრივად გერმანელების ვერმახტის შეტევა, ზუსტად ვლადიკავკაზი იყო ბოლო პუნქტი, რაც ვერ აიღეს, ვერ ასოდეს. შესაბამისად, ბერგმანის გამოყენება ხდებოდა ფრონტის დასავლეთით უფრო სხვადასხვა ადგილებში. ისიც უნდა აღენიშნოს, რომ ასე ერთიანი ფორმით, როგორც მთელ ბატალიონს ბერგმანს არ უომია, ეს დაყოფილი იყო სხვადასხვა ასეულებად, როგორც ვახსენე და ისინი გამოიყენებოდა დაზვერვითი დივერსიული, პროპაგანდისტული თუ სუფთად სამხედრო დანიშნულებით სხვადასხვა ადგილებზე. მაგალითად, ქართულ ასეულებზე ვამახვილებთ ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას. მეოთხე ასეული ქართული ყაბარდო-ბალყარეთში იბრძოდა 1942 წლის დეკემბრამდე და ეს იყო ის ასეული, რომელმაც დიდი დანაკარგები განიცადა. პირველი და მეხუთე ასეულები ძალიან ჩართულები იყვნენ ხალხის გადმობირების, წითელარმიელების გადმობირების საკითხში. ანუ არატყვეების, არამედ უშუალოდ ფრონტის ხაზზე, ვინც იმ მებრძოლებისა, რომლებიც წითელი არმიის მოქმედი მეომრები იყვნენ. ერთ შემთხვევაში ქართულმა ბერგმანელებმა 800 წითელარმიელი გადაიყვანეს ვერმახტის მხარეს მაგალითად. ეს ტყვეების რაოდენობიდან გამომდინარე, იმდენად ასე რომ ვთქვათ, გადაბირებულების რაოდენობიდან, რომლებსაც მე იღებდნენ თავის რიგებში, ეს გაიზარდა რაოდენობა და ფაქტობრივად დეკემბრისთვის ბერგმანის შემადგენლობამ რაოდენობამ მიაღწია 2450 კაცს და მებრძოლს საიდანაც და პლუს 240 გერმანელს. ანუ საბოლოო ჯამში დაახლოებით 2700-მდე ავიდა მისი ზომა, ეს პოლკი იყო ფაქტობრივად უკვე. თუმცა ის მალევე დაშალეს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორ ვახსენე უკვე წეგან, რომ ჰიტლერის ბრძანების მიხედვით არ შეიძლებოდა ბატალიონზე დიდი უცხოური დანაყოფების არსებობა გერმანული ჯარების შემადგენლობაში, ალბათ უნდობლობიდან გამომდინარე. 1942 წლის 22 დეკემბერს მაგალითად ბერგმანელებმა ცირედ სამხედრო მოქმედებებსაც რომ შევეხოთ, მაგალითად ტყვე დაიყვანეს ბერგმანის ფორმაში შემალული საბჭოთა პარაშუტისტები ნალჩიკის მახლობლად, დივერსანტები, რომლების გადასხმასაც ცდილობდნენ გერმანელების ზურგში. 1953 წლის 12 მაისის მოხსენების მიხედვით, სამხედრო რეპორტის მიხედვით, რომელიც შეადგინა სამხრეთ გერმანიის სამხრეთული არმიის ადაჯგუფებამ, ბერგმანის გამოყენება საომარ მოქმედებებში კავკასიის ფრონტზე დადებითად არის საბოლოო ჯამში შეფასებული. ანუ აქ საუბარი არის უკვე, როდესაც უკან დახევა შემდგარი ფაქტია და ბერგმანი ამ დროს უკვე ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფება. უკან დახევა ვიცით რომ 1953 წლის 1 იანვრიდან ხდება. ამ დროს ბერგმანი განლაგებული იყო ყირიმის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და ფაქტობრივად ამის შემდეგ ბერგმანის ისტორია მთლიანად იცვლება. გარდა იმისა, რომ ეს ზემოხსენებული ჰიტლერის ბრძანება ამ დროს გამოვიდა, რომ ეს დიდი პოლკები და ასე უფრო მსხვილი უცხოური დაჯგუფებების არსება არ შეიძლებოდა, ასევე ობერლენდერს მოუვიდა ფაქტობრივად დაპირისპირება მისი ნაწერების გამო გერმანიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. საქმე იმაში არის, რომ აი უკან დახევის პროცესში კავკასიიდან ყირიმის ტერიტორიაზე გადაყვანის პროცესში ამ სპეცდანაყოფის შემადგენლობა და თავად ობერლენდერი თვითმხილველი გახდნენ სადისტური მოქმედებებისა გერმანელების მხრიდან. ხდებოდა ასე რომ ვთქვათ დახვრეტები, არასანდო პირების მიმართ უდიერი მოქცევა და ასე შემდეგ და ამის შესახებ მან გამოაქვეყნა
ნაწერი დაბეჭდა ოფიციალურად, რომ თუ გერმანიას სურდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება და წარმატება, დამოკიდებულება აქამდელი უნდა შეცვლილიყო, უფრო მეტი თანამშრომლობა უნდა შემდგარიყო ადგილობრივ ხალხებთან, რადგან მათ გარეშე ვერ მოხდებოდა ძნელი იქნებოდა, უფრო სწორად ძნელი იქნებოდა საბჭოთა წითელი არმიის დამარცხება. შესაბამისად, ეს მან საბოლოო ჯამში მთლიანობაში ობერლენდერს ასეთი ტიპის 6 ნაწერი აქვს გამოქვეყნებული და ფაქტობრივად ყველა ეხება ამ გერმანიის აღმოსავლურ პოლიტიკას და აღმოსავლურ ლეგიონებთან ურთიერთობას და ერთი მათგანი აი 43 წლის შუა პერიოდში დაწერილი კანარისმა, რომელიც ეს მის უშუალო დაქვემდებარებაშიც იყო ობერლენდერი, ჰიტლერს წარუდგინა და ფიურერი გაეცნო ამას და ძალიან აგრესიული უარი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და აუკრძალა კანარის საერთოდ ამ საკითხზე მეორედ მასთან მისვლა. ამის შემდეგ ობერლენდერი ჩამოაცილეს საერთოდ ბერგმანს და სამხედრო სფეროს ერთ პერიოდი შიდა პატიმრობაშიც იმყოფებოდა და ფაქტობრივად ამის შემდეგ ბერგმანის ახალი ისტორია იწყება 43-45 წლებისა. ბერგმანი პოლკის ზომიდან დაყეს 3 ბატალიონად, აქედან პირველი იყო ქართული ბატალიონი, მეორე აზერბაიჯანული, ხოლო მესამე ჩრდილოეთ კავკასიური. და ესენი ფაქტობრივად უკვე 3 სხვადასხვა ნაწილი იყო, რომლებიც სხვადასხვა ადგილებზე იმყოფებოდნენ, იყვნენ განლაგებული ომის ბოლომდე, ერთმანეთთან ბევრი საერთო გარდა წარსულისა აღარ ჰქონდათ. ქართული ბატალიონის წევრები, მას მეთაურობდა მაიორი ედმუნდ ბრანდი, ჯერ ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 1944 წელს, ხოლო ყირიმიდან უკან დახევის შემდეგ ბერგმანის ქართული ბატალიონი გადაიყვანეს ჯერ საბერძნეთის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ომის ბოლომდე იმყოფებოდა საბოლოო ჯამში ომის დასასრულს შეხვდა იუგოსლავიაში, ბოსნიისა და ხორვატიის სხვადასხვა ტერიტორიებზე იყო განლაგებული. რაც შეეხება რომ გადავიდეთ ახლა უშუალოდ ვერმახტის ქართულ ლეგიონებზე და რომელი ლეგიონები იყვნენ უშუალოდ კავკასიის საბრძოლო ოპერაციებში ჩართული. მთლიანობაში მხოლოდ 2. ანუ, როდესაც საქართველოში არის ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ლეგენდა, ხო, გავრცელებული. ისე ჩვენთან მაინც უფრო მეტად წარმოდგენა მაინც ამ შესახებ, რომ ქართველი მონაწილეობდნენ მესამე რაიხის მხარეს და შემდეგ მაინც მაღლაკელიძის მემუარებიდან არის, ხო, ძირითადად. ხო, კი, აი მაგის თქმას ვაპირებდი ახლა ზუსტად, რომ მაგან ითამაშა ძალიან ისეთი როლი, ასე რომ ვთქვათ, შალვა მაღლაკელიძემ მემუარისტიკამ მისმა, რომელიც ძალიან გვიან არის ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, შემდეგ თვითონ შალვას საბჭოთა კავშირში დაბრუნება და ასე შემდეგ, ესეც ძალიან უცნაური ამბები არის, მოკლედ რო ვთქვათ და ბევრი რამე უბრალოდ არ არის სწორი. მე ვნახე ინტერნეტში, ანუ ვიკიპედიაში და ასეთ დონეზე რა ინფორმაციაც დევს, ხო, შალვა მაღლაკელიძის შესახებ, რომ თითქოს ქართული ლეგიონის მეთაური იყო და ასე შემდეგ. ჯერთი ზოგადად ქართული ლეგიონი ესე ერთიანად არ არსებობდა, როგორც უკვე აღნიშნე, იყო ცალკეული ბატალიონები, მათ თუ ერთიანობაზე საუბარი, გერმანელი მეთაურები ყავდა, ანუ გერმანელები იყვნენ ერთიანად კავკასიას ოპერაციაზე პასუხისმგებელი, ასევე მთელ აღმოსავლეთ კავკასიურ თურქესტანულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი. უშუალოდ შალვა იყო მხოლოდ ერთი კონკრეტული ბატალიონის შემადგენლობაში და ამაზე ვისაუბრებთ ახლა ზუსტად. ეს იყო 795 ქართული ბატალიონი, რომელიც მონაწილეობდა 1942 წლის სამხედრო ოპერაციებში. ეს ბატალიონი
ჩამოყალიბდა ძალიან ნაჩქარევად და იყო დაბალი ბრძოლის უნარიანობით გამორჩეული. როდესაც ესე იგი საუბრობთ ქართული ბატალიონების მონაწილეობაზე კავკასიის ომში ზოგადად და საუბრობთ ციფრ დაახლოებით 30,000 კაცზე, რომლებიც გერმანიის მხარეს იბრძოდნენ, ანუ ეს არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში, რადგან ამ 30,000-დან მხოლოდ 15,000 იყო დაახლოებით უშუალოდ სამხედრო ხიშტი, ასე რომ ვთქვათ, მეომარი და სულ შეიქმნა 13 ბატალიონი, თუ ბერგმანსაც ბატალიონად ჩავთვლით და ამ 13-დან მხოლოდ 3 მონაწილეობდა უშუალოდ კავკასიის რეგიონების ფრონტზე მიმდინარე მოვლენებში. ანუ ერთზე უკვე ვისაუბრეთ ბერგმანზე, აბვერის სპეცდანიშნულების დანაყოფ ბერგმანზე, რომელიც იყო ყველაზე მაღალი ბრძოლის უნარიანობით გამორჩეული, ხოლო დანარჩენი 2, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ, ესენი იყო პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ძალიან ნაჩქარევად 795 და 796 ბატალიონები ყოფილი წითელ არმიელებისგან ჩამოყალიბდა ეს ბატალიონები და მათ ჰქონდათ მომზადების პრობლემა, იდეური მონაწილეობის პრობლემა, მომარაგების პრობლემა, აღჭურვილობის პრობლემა, მოკლედ ყველანაირი ტიპის პრობლემა, რაც შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც მონაწილეობს მსოფლიო ომში იმ მომენტისთვის. ამ ბატალიონს მეთაურობდა ობერლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი შირი და მისი თანაშემწე და თარჯიმანი იყო პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე. ანუ შალვა მაღლაკელიძე არ ყოფილა ერთი ბატალიონის მეთაურიც კი. ეს უნდა ვთქვათ ძალიან მკაფიოდ. ეს ბატალიონი იბრძოდა ბაქსანის მონაკვეთზე. მაღლაკელიძის შეფასებით არსებობს მისი მოხსენებები თანადროული. ლეგიონის 934 ქართველი მებრძოლიდან დაახლოებით 300 უბრალოდ გამოუსადეგარი იყო პოლიტიკურ-მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე ბრძოლისთვის. ამ 934 ქართველს ემატებოდა ასევე 41 გერმანელი, რომლებიც უფრო ოფიცრების რანგში იყვნენ წარმოდგენილი. ზოგადად ეს ყველა ქართული ლეგიონისთვის, ქართული ბატალიონისთვის იყო დამახასიათებელი. დაახლოებით 900 ქართველი, 900-940 შორის არის ხოლმე ციფრი და 30-დან 40-მდე არის იქ გერმანული წარმომადგენლობა. საუბარი გვაქვს ვერმახტის ლეგიონებზე, ხოლო იმაში ბერგმანში ეს მოცემულობა უკვე ვახსენეთ, რომ უფრო სხვანაირად იყო. მაღლაკელიძის უშუალო ვალდებულებაში შედიოდა 795 ბატალიონის ლეგიონერებისთვის პოლიტიკური და აღმზრდელობითი საქმის ჩატარება საქართველოს ისტორიაზე, თავისუფლებისათვის ბრძოლის საკითხზე და ასეთი ტიპის საქმე. ზოგადად განიხილებოდა გერმანიის ამ მიმართულების სარდლობის მიერ, ანუ საუბარი არის სამხრეთის დაჯგუფების A და B ჯგუფებზე, განიხილებოდა შეიძლებოდა თუ არა ამ ბატალიონის გამოყენება ბრძოლაში. შესაბამისად იმ მომენტისთვის სანამ გაიგზავნებოდა, ანუ მიიჩნეოდა, რომ ეს ბატალიონი არ იყო ბრძოლისთვის საჭირო, თუმცა ბრძოლისთვის გამოყენებადი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიას ამ პერიოდისთვის უკვე ძალიან უჭირს, რადგან საბჭოთა ძალებმა წითელმა არმიამ შეძლო გერმანელების წინსვლის შეჩერება. აქ საუბარი მაქვს 1942 წლის სექტემბერ-ოქტომბერზე. გერმანია გადის თავისი შესაძლებლობების ზღვარზე და ცდილობს, რომ უკვე ყველა ჩართოს და გამოიყენოს, ვინც არის ბრძოლის უნარიანი თუ არ არის ბრძოლის უნარიანი, რადგან უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. აქედან გამომდინარე, რადგან არ ქონდათ ნდობა ამ ბატალიონის მიმართ მაღალი 795-ის მიმართ,
1942 წლის სექტემბერში ბატალიონში მიავლინეს მონაცემების შესაფასებლად, მდგომარეობის შესაფასებლად ზემოხსენებული ბერგმანის მეთაური დოქტორი ობერლენდერი, მასთან ერთად იმყოფებოდა ასევე ბერგმანის წევრი გივი გაბლიანი, მისი ობერლენდერის თანაშემწე კუჩენბახი და კიდევ სხვა ქართველი თანაშემწეები. და მათ საბოლოო ჯამში შეფასება ასეთი გააკეთეს, რომ ბატალიონს სჭირდება გადამზადება, სჭირდება დრო, რომ ის იქნას გამოყენებული ბრძოლაში წესიერად, რომ კონდეს შედეგები და ასევე შეფასების ნაწილი იყო, რომ დაახლოებით 1/3 უბრალოდ მოსაცილებელი იყო საერთოდ იქიდან იმდენად ცუდ მორალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ისინი არ იმსახურებდნენ უბრალოდ გერმანული ფორმით მონაწილეობას ბრძოლაში, გერმანული ფორმის ჩაცმას ზოგადად. ეს შეფასება მალევე დადასტურდა იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბერში, უკვე ოქტომბრის დასაწყისშივე, ერთ-ერთი ასმეთაურის მეთაურობით, ტყეშელაშვილი იყო გვარი, ტყეშელაშვილი, რაღაც ნაწილი, რამდენიმე ათეული ადამიანი გადავიდა წითელარმიელების მხარეს. და ასევე ერთ ასმეთაურს, მეორე ასმეთაურსაც ჰქონდა ასეთი მცდელობა, ჭილაშვილი იყო გვარი. თუმცა ის დაიჭირეს, ასე რომ ვთქვათ, და გაასამართლეს. ამის შემდეგ ფაქტობრივად ეს დაპირისპირება მოხდა ამ ბატალიონის მეთაურს შირს და ობერლენდერს შორის, ბერგმანის მიერ მივლინებულ ჯგუფს შორის და შირმა ამის შემდეგ მის კომპეტენციაში ჩარევად ჩათვალა ობერლენდერისა და მისი მხარდამჭერი ქართველების შეყვანა, ასე რომ ვთქვათ, კონტროლიორად ამ ბატალიონში და ის ჩამოაცილეს საერთოდ ბატალიონის მეთაურის თანამდებობას და ჩაანაცვლეს სხვა პირით, ობერლეიტენანტ ცილერით. სამხედრო მომზადების ნაკლებობის მიუხედავად 795 ბატალიონმა თავისი როლი მაინც ითამაშა ხალხის გადაბირების საკითხში. ასე რომ ვთქვათ, მისმა სხვადასხვა ნაწილებმა გადაიბირეს საკმაოდ დიდი რაოდენობით წითელარმიელები. მათ ძირითადად ბრძოლა უხდებოდათ 392 ქართულ საბჭოთა დივიზიასთან, რომელიც მათ პირდაპირ იდგა და მას მეთაურობდა საბჭოელი პოლკოვნიკი სილაგაძე. და ბუნებრივია, როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე ცდილობდა თავის მხარეზე გადაებირებინათ მოწინააღმდეგის ქართველი ჯარისკაცი. 795 ბატალიონს გერმანელებმა დაურიგეს ხმის გამაძლიერებლები პროპაგანდის საწარმოებლად და ამან იმუშავა საკმაოდ კარგად. გერმანელების მხარეს რამდენჯერმე გადავიდა, მაგალითად ერთი შემთხვევა იყო, ოფიცერი გადავიდა 100-ზე მეტი ჯარისკაცით. ხოლო საბოლოო ჯამში შემაჯამებელ ერთ-ერთ სამხედრო რეპორტში მოხსენებული არის, რომ 26 აგვისტოდან 1942 წლის 26 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე მონაკვეთში, ანუ საუბარი არის რაღაც ერთ თვეზე ოდნავ მეტ პერიოდში ამ 392 ქართული საბჭოთა დივიზიიდან გერმანელებისკენ გადავიდა 2000 დეზერტირი, 2000 წითელარმიელი. შესაბამისად ეს საკმაოდ სერიოზული შედეგი არის პროპაგანდის კუთხით თუ შევხედავთ. ხოლო თვითონ უშუალოდ 795 ბატალიონმა დაახლოებით 800 გადაიბირა აქედან ამ საერთო რაოდენობიდან. რაც შეეხება მეორე ბატალიონს, რომელიც ასევე მონაწილეობდა საქართველოს მისადგომებთან წარმოებულ ბრძოლებში, ეს იყო 796 ბატალიონი, რომელიც ასევე პოლონეთის ტერიტორიაზე იყო ჩამოყალიბებული, ასევე ნაჩქარევ პირობებში, ასევე
მიჩნეული იყო, რომ ჯერ არ იყო მზად სამხედრო უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 796 ბატალიონს მეთაურობდა კაპიტანი აისმანი და ეს ბატალიონი იმყოფებოდა ტუაფსეს ფრონტზე გერმანული ნაწილების დაქვემდებარებაში. ამაში შედიოდა დაახლოებით ასევე 900 ქართველი და 35-37 გერმანელი და ეს ექვემდებარებოდა პირველ გერმანულ სამთო დივიზიას, რომელიც ტუაფსეს და შემახოს მთის მიდამოებში ოპერირებდა. მისი გამოყენება საერთოდ არ იგეგმებოდა 796 ბატალიონის წინა ხაზზე გადაწევა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, იგეგმებოდა, რომ ის უნდა ყოფილიყო გერმანული ძალების ზურგში და შედარებით მეორე-მესამე ხარისხოვანი საქმეები, მიზნები შეესრულებინა, თუმცა ზემოხსენებული გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რადგან ამ დროს ხდება გარდატეხა ფაქტობრივად ომში და საბჭოელები ახდენენ ზეწოლას უკვე გერმანულ ჯარებზე აქცევენ ალყაში და ასე შემდეგ, ნოემბრიდან ბატალიონს მოუწია უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ოპერაციებში მონაწილეობა. პირველ ეტაპზე, პირველ ხანებში გერმანული ხელმძღვანელობა ძალიან გახარებულიც კი იყო, რადგან ბატალიონმა თავის თავს აჯობა, ასე რომ ვთქვა და უფრო უკეთესად წარმართა ბრძოლები, ვიდრე ამას მისგან მოელოდნენ და მონაწილეობა მიიღო ნოემბრის შუა რიცხვებში 11 ნოემბერს თუ სწორად მახსოვს, ეგრეთ წოდებული ტრიგონომეტრიის სიმაღლის დაკავებაში. მაგრამ ვითარება შეიცვალა ნოემბრის მეორე ნახევრიდან, რადგან ფაქტობრივად ეს ნაწილი გერმანული ჯარებისა მოხვდა კალში და ძალიან გართულდა ამათი მომარაგება ფაქტობრივად ვერტმფრენებით ხდებოდა გარკვეული სურსათსანოაგის და საბრძოლო მასალის შევსება და ეს იყო ამ ტიპის გამოწვევისთვის, შიმშილისთვის, თან წვიმ და გადაუღებლად იყო ძალიან სიცივე და ნალექი, საუბარია ნოემბრის შუა რიცხვებზე, ამ ტიპის დავალებებისთვის და გამძლეობისთვის ეს ხალხი არ იყო მზად, ეს ქართველი მებრძოლები და ამ ბატალიონშიც მოხდა დიდი დეზერტირობა, ყველაზე დიდი ზოგადად, რაც კი მომხდარა ქართულ ლეგიონებს შორის, ვერმახტის ქართულ ლეგიონებს შორის. ეს მოხდა დეკემბერში, დეკემბრის 11 რიცხვში, საბჭოთა მონაცემებით 86 გერმანულით ცოტა ნაკლები ლეგიონერი გადავიდა საბჭოელების მხარეს, 393 მსროლელი დივიზია იყო ამათ მოპირდაპირე მხარეს წითელი არმიის და ამას ასე რომ ვთქვათ გადასულ გაქცეულ ყოფილ ვერმახტის ჯარისკაცებს მეთაურობდა მესამე ასეულის მეთაური კაპიტანი ვიქტორ ჭიჭინაძე. ჭიჭინაძე იყო საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფიის პირი, ბაქოში იყო დაბადებული, შემდეგ პოლონელი ცოლი ჰყავდა და ასე რომ ვთქვათ საბჭოთა არმიაში ირიცხებოდა 1910 წლიდან თუ არ მეშლება და შემდეგ ჩავარდა ტყვედ და გადავიდა გერმანელების მხარეს და საკმაოდ სიმპათიებს იმსახურებდა გერმანელებს შორის, რადგან იყო პიროვნულად მამაცი და იმ ზემოხსენებული სიმაღლის აღებაშიც ერთ-ერთი ისეთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სულ რაღაც ერთი თვის წინ. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ აი ამ გამოწვევას უკვე ამ საბჭოთა ზეწოლა, როდესაც გაიზარდა წითელი არმიის ზეწოლა ვერმახტზე, მან ვერ გაუძლო და შემოიკრიბა, დაიწყო ჯგუფის შემოკრება, რომელიც უნდა საჭიროების შემთხვევაში თუ შესაძლებლობა მიეცემოდა თუ უბრალოდ გადასულიყო წითელი არმიის მხარეს და განახორციელა ყველაზე სერიოზული
გაქცევა ქართულ ლეგიონებს შორის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში. თუმცა ისიც უნდა დავამატოთ, რომ საბჭოელებმა მას არ დაუფასეს, ასე რომ ვთქვათ, და ჭიჭინაძე დახვრიტეს. ასე რომ ვთქვათ, ეს გაქცევა გადარჩენის სურვილით ნაკარნახევი საბოლოო ჯამში მისთვის უშედეგო გამოდგა. ამ გაქცევამ კი 796 ბატალიონს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გერმანელების მხრიდან. ფაქტობრივად ის ადამიანები დაისაჯნენ, ვინც ერთგულები დარჩნენ გერმანელების, რასაც სხვათა შორის გერმანელი ოფიცრების ნაწილი არ ეთანხმებოდა, მაგრამ ბუნებრივია რეაქცია იყო გასაკეთებელი ასეთ დიდ დარტყმაზე გერმანელების რეპუტაციისთვის და ფაქტობრივად 796 ბატალიონი მთლიანად დაშალეს. ანუ 796 ბატალიონი 1943 წლის 12 აპრილს, როდესაც ისინი უკვე ყირიმში იმყოფებოდნენ, მთლიანად გაუქმდა და ის დარჩენილი 600-მდე მებრძოლი იყო ამ პერიოდისათვის შემორჩენილი ცოცხალი. ისინი გადაანაწილეს უზრუნველყოფის ნაწილებში, ანუ ზურგში, სამშენებლო სამუშაოებზე და ასეთი ტიპის მეორე, მესამე რანგის საქმეებზე. ასე რომ ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით ის ხალხი დაისაჯა, რომლებიც გერმანელების ერთგულები დარჩნენ ჭიჭინაძის გაქცევის გამო. აი ეს არის იმ ორი ლეგიონის ისტორია, რომლებსაც საერთოდ მოუწიათ ქართულ საზღვართან, კავკასიის ტერიტორიაზე ბრძოლაში მონაწილეობა. არც ერთის სამხედრო ხარისხი არ იყო მაღალი, ისინი არ იყვნენ ბრძოლისთვის მომზადებულები, მათი მომზადებიდან, ჩამოყალიბებიდან ფრონტზე გაშვებამდე პერიოდი იყო უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე კვირა, 4-5 კვირა, ბუნებრივია ეს. თან ისიც უნდა დავამატოთ, რომ ეს ადამიანები, ვინც ამ ნაწილებში შედიოდნენ, ამ ბატალიონების წევრები იყვნენ, მათ გამოვლილი ჰქონდათ 1941 წლის ზამთარი, შიმშილი, utანსაცმელობა, სიცივე გერმანულ ბანაკებში და არც ძალიან დიდი мотиваცია არ ჰქონდათ, რომ მაინც და მაინც ებრძოლათ თავი გაეწირათ წითელი არმიის წინააღმდეგ. ზოგადად ეს მოცემულობა ორივე მხარეს მებრძოლი ქართველებისთვის არის დამახასიათებელი, არ არის მხოლოდ გერმანელების მხარეს, რომ ამ ომში არც ერთ მხარეს მებრძოლი ქართული ბატალიონები და შენერთები არ იყვნენ მაინც და მაინც ძალიან მოტივირებულები, ამას გერმანელებიც წერენ საბჭოელების მხარეს მებრძოლ ჯგუფებზე, არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ ზოგადად კავკასიელებზე აღნიშნავდნენ ისინი, რომ საბჭოთა ბატალიონების, საბჭოთა ჯარების დანაყოფების სიძლიერე, ანუ მატულობს მათში ეთნიკური სლავების, განსაკუთრებით რუსების რაოდენობასთან ერთად. კიდევ იყო ორი ბატალიონი, რომელსაც შეხება ჰქონდა კავკასიასთან, მაგრამ ვეღარ მოასწრეს მონაწილეობის მიღება ბრძოლებში. ესენი იყო ცოტა ცუდად ისმინება, მაგრამ ესე პირველი მეცხრე, ანუ პირველი იწერება რომაული ციფრით და შემდეგ დახრილი ხაზი მეცხრე, ასე ერქვა ამ ბატალიონებს და მეორე მეოთხე, რომლებიც ჩამოყალიბდა არა პოლონეთში, არამედ უკრაინის ტერიტორიაზე და ესენი უკეთეს საბრძოლო მდგომარეობაში იყო, ვიდრე 795 და 796 ბატალიონები. იქიდან გამომდინარე, რომ ესენი ცოტა მოგვიანებით გაიგზავნა კავკასიაში ორივე, შესაბამისად მათი მომზადებაზე მეტი დრო დაიხარჯა და შესაბამისად უფრო კარგად იყვნენ მომზადებულები, აღჭურვილები, ჩაცმულები და ასე შემდეგ. პირველი მეცხრე ბატალიონის მეთაური იყო ობერლეიტენანტი შტრაკი. ეს ბატალიონი შედგებოდა 927 ქართველისგან და 38 გერმანელისგან და ექვემდებარებოდა მეცხრე ქვეით დივიზიას. ოპერირებდა ნოვოროსიისკის ყურის მიდამოებში. მეორე
მეოთხე ბატალიონი ამას მეთაურობდა კაპიტანი ბარჩი, რაოდენობა ყველგან იგივეა დაახლოებით, როგორც უკვე აღვნიშნე, პროცენტული შემადგენლობა ქართველებისა და გერმანელების. მან ტამანის ნახევარკუნძულს მიაღწია მხოლოდ 1943 წლის იანვარში და გერმანიის მე-17 არმიის ზურგში იმყოფებოდა ამ დროს, რომელიც უკვე უკანდახევის ბრძანებას ასრულებდა. უკანდახევის ბრძანება კავკასიიდან ჰიტლერის მიერ 1943 წლის 1 იანვარს გამოიცა. ფაქტობრივად ამ ორ ბატალიონს მოუწია აი ამ კავკასიის მისადგომებამდე მოსვლა ნოვოროსკის ტამანის მიდამოებამდე და აი ეს იყო მათი შეხება კავკასიასთან. ორივე ბატალიონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყვნენ საკმაოდ მაღალ მომზადების დონეზე, თუმცა უფრო დაბალზე ვიდრე ბერგმანი, უკეთესი ვიდრე 795 და 796 ბატალიონები, რომლებსაც მოუწიათ კავკასიაში ბრძოლებში მონაწილეობის მიღება. მათი დონე სამხედრო რეპორტებიდან ფასდება როგორც ნაკლებად რთულ ოპერაციებში მონაწილეობის მიღებისთვის მზადმყოფი და ასევე პარტიზანულ ბრძოლებში მონაწილეობისთვის მისაღებად მზადმყოფი. ანუ მათაც მაინც ასე ვთქვათ პირველ ხაზზე გერმანელები არ მიიჩნევდნენ ჯერ მზად მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ შედარებით იოლი დავალებების შესასრულებლად ისინი უკვე მზად იყვნენ. შემდეგი საკითხი არის რას შვებიან სხვა ბატალიონები, ხომ? ანუ სულ მთლიანობაში 13 ბატალიონი შეიქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ფრონტმა გადაიწია დასავლეთით, შესაბამისად ფაქტობრივად ყველას უხდებოდა უკვე იმ მოვალეობის შესრულება, რისთვისაც ისინი არ იყვნენ რეალურად შექმნილები და 1943 წლიდან 1945 წლამდე ეს ყველა ქართული ბატალიონი იმყოფებოდა სრულიად სხვადასხვა ადგილას ევროპის კონტინენტზე. გავაგრძელო ნიკა თუ კითხვა იქნება. ხო, ერთი იცი რა არის საინტერესო, ყველაზე მაინც ცნობილი ეპიზოდი ქართველებისა, რომლებიც მონაწილეობენ გერმანელების მხარეს მეორე მსოფლიო ომში არის ტექსელის აჯანყება, ხო, რომელიც ომის მიწურულს არის უკვე. აი იქ რატომ დაიწყო ეს აჯანყება, რა იყო ამის საფუძველი? იმიტომ რომ ისინი ხო გერმანელების მხარეს იყვნენ, მანამდე იბრძოდნენ ომში და უცებ აი 45-ში ისინი აჯანყდებიან და აი რა გეგმა ჰქონდათ ამ შემთხვევაში და რა პირობებში მოხდა ეს აჯანყება? ეგ აჯანყება მოხდა უკვე სულ ბოლოს ფაქტობრივად, ომის ერთ-ერთი ზოგადად მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბოლო მონაკვეთია და ეს უკავშირდებოდა აი ამ ქართული ბატალიონების ფაქტობრივად ქართული ბატალიონის უკმაყოფილებას. მოდი ორიოდე სიტყვით შევეხები განაწილებას 44-45 წლებში ქართული ბატალიონების ევროპის კონტინენტზე და მივალ მანდამდეც შესაბამისად ჰოლანდიამდე. 43-44 წლებში ფაქტობრივად ქართული ბატალიონები ჯერ იმყოფებოდნენ სანამ გერმანია ყირიმს იცავდა იქ, შემდეგ უკრაინაში და შემდეგ უკვე ისინი გადაანაწილეს უკვე 44 წლიდან, როდესაც ომი წაგებული იყო და გერმანიის საზღვრებისკენ მიდიოდა დასავლეთ ევროპაში და ამან მაშინ უკმაყოფილება გამოიწვია ბევრში, რადგან ისინი ბოლშევიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად იყვნენ შექმნილები, ასე უთხრეს მათ, როდესაც კრებდნენ და ახლა უწევდათ უკვე იტალიაში და საფრანგეთში ძირითადად ყოფნა, ასე რომ ვთქვათ 795 იყო შერბურგში, განაწილებული 823 კუნძულ გრენსიზე, 797 ბატალიონი გრენვილთან, 798 სანქტ-ნაზართან, ანუ ეს საფრანგეთია ფაქტობრივად სულ 799 პერიგოსთან, მეორე მეოთხე და პირველი მეცხრე ალბიკასთან
მეორე 198 ბატალიონი იყო ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ეს მაღალი დონის ბატალიონი იყო და ეს აქტიურად იბრძოდა იქ ადგილობრივი პარტიზანების წინააღმდეგ. ბერგმანზე ვისაუბრეთ, რომ იუგოსლავიაში იყო, ხოლო 822 ბატალიონი, რომელიც იყო ეს აჯანყების მოთავე ტექსელზე, იმყოფებოდა ჯერ ცანდფორტში, ჰოლანდიაში და შემდეგ გადაიყვანეს კუნძულ ტექსელზე. რაში გამოიხატებოდა ტექსელის აჯანყების აზრი, ხომ? ეს აჯანყება დაიწყო 1945 წლის აპრილში. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ აჯანყებულებს ჰქონდათ თავის გადარჩენის სურვილი. რადგან აქ ომი ცხადია დასრულებული არის და მხოლოდ დროის საკითხი არის, თუ როდის გაფორმდება ეს. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ჰოლანდიურმაც, მათ შორის ასევე დღემდე სხვათა შორის ბევრი გარკვეულ იმას შარავანდეთში აქცევს ამ აჯანყებას, ასე რომ ვთქვათ, 822 ქართული ბატალიონის აჯანყებას და საბჭოთა ისტორიკოსები მაგალითად წერდნენ, რომ ესენი აჯანყებულები გმირულად ებრძოდნენ ფაშისტებს, ეს თითქოს ასე ვთქვათ პარტიზანებად და ქართველ ტყვეებად გამოყავდათ. აი მირონ ყოჩიაშვილის წიგნი რომ ნახო მაგალითად ასეა. ეს რაც ყველაზე ისეთი დიდი წიგნი რაც დაწერილა საქართველოში. მაგრამ რეალობა იყო სრულიად განსხვავებული. ანუ ეს იყო საბჭოთა პროპაგანდა, რაც მათ იმ მომენტისთვის სჭირდებოდათ. სინამდვილეში კი 822 ქართული ბატალიონი აჯანყდა, ხო, არ აჯანყებულან იქ პარტიზანები. ეს ბატალიონი ჩამოყალიბდა, როგორც სხვა უმრავლესობა 1942 წელს ჯერ კიდევ იმ საბჭოთა ტყვეებისგან, რომლებმაც თანხმობა გამოთქვეს გერმანელების მხარეს ებრძოლათ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. და ეს ბატალიონი არ იყო არაფრით გამორჩეული, ასე ვთქვათ, იყო ნორმალური ურთიერთობა გერმანულ და ქართულ კონტინგენტებს შორის. მას მეთაურობდა გერმანელი მაიორი კლაუს ბრაიტნერი, რომელსაც ჩანაწერიც აქვს სხვათა შორის დატოვებული მაშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ბატალიონი ითვლებოდა სრულიად ლოიალურად და მთელი 2 წლინახევრის განმავლობაში, ანუ ჩამოყალიბებიდან აჯანყებამდე, დიდი ხნის განმავლობაში ყავდა სულ ერთი დეზერტირი. ანუ არანაირი პრობლემები გერმანელებსა და ქართველებს შორის ურთიერთობებში არ არსებობდა. რამ გამოიწვია ახლა ეს აჯანყება? აჯანყების მიზეზი იყო ბრძანება გადაადგილების შესახებ, ანუ იგეგმებოდა მათი გადმოყვანა კონტინენტზე, სადაც და შეიძლებოდა რაღაც გარკვეულ ბრძოლებში მიეღოთ მონაწილეობა. მანამდე ამ ბატალიონს ფაქტობრივად არ უბრძოლია და არც თვითონ კუნძულ ტექსელზე მთელი მსოფლიო ომის განმავლობაში არანაირი სამხედრო მოქმედებები არ ყოფილა განხორციელებული. შესაბამისად იყო სიმშვიდე, ეს იყო ეს ბოლო ეტაპზე მსოფლიო ომის ეს აჯანყება იყო ფაქტობრივად ერთადერთი სამხედრო შეტაკება, რაც მოხდა მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ტექსელზე. და მისი ინიციატორი იყო საბჭოთა საჰაერო ძალების კაპიტანი შალვა ლოლაძე, რომელიც ტყვედ ჩავარდა ყოფილი წითელარმიელი იყო და გადავიდა გერმანელების მხარეს. მან შემოიკრიბა თანამოაზრეთა ვიწრო წრე, იყო იქ ლეიტენანტი მელიქია, გონგლაძე, კიდევ რამდენიმე ოფიცერი და მათ ბუნებრივია გადაწყვიტეს ამ ფორმით თავის გადარჩენა. არანაირი სხვა მიზეზი ამ აჯანყებას არ ქონდა, იქ არ ყოფილა არანაირი შეუთანხმებლობა გერმანელებთან ერთ, მათ შორის დაპირისპირება. ეს იყო მხოლოდ თავის გადარჩენის სურვილი მეორე მსოფლიო ომის ბოლოს
როდესაც ისინი ხედავდნენ, რომ გერმანია დამარცხებული იყო და ეს გაფორმდებოდა ადრე თუ გვიან, ბუნებრივია, მათ გადასცემდნენ შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას, როგორც გამარჯვებულ მხარეს და იქ მათ გარანტირებული სიკვდილი ელოდებოდათ. ასევე მათ ეხმარებოდა ნიდერლანდების, ჰოლანდიური კომუნისტური მიწისქვეშეთი და მათ კონტაქტები დაამყარეს ქართველმა ლეგიონერებმა მათთან. ამ ბატალიონის სპეციფიკურობა ის იყო, რომ აქ ალბათ კუნძულიდან გამომდინარე არ იყო თანაფარდობა 900-300-ზე, ის 900 ქართველი და 30-40 გერმანელი, როგორც სხვა შემთხვევაში იყო, ხოლმე აქ უფრო მეტი იყო, რაოდენობა 1200-მდე იყვნენ, დაახლოებით იყო 400 გერმანელი და 800 ქართველი განაწილება, ანუ 2/3, 1/3 დაახლოებით და ეს თან ისე ხდებოდა, ასე რომ ვთქვათ, ოპერირება კუნძულზე, რომ ორ ქართველთან ერთი გერმანელი იყო ხოლმე ხშირად. და ეს იძლეოდა, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ კარგ ამოსავალ წერტილს გერმანელების მიმართ იერიშის მისატანად. აჯანყება დაიწყო 1942 წლის 5-6 აპრილის ღამით. ბატალიონის კონტინენტზე გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე და ღამით ქართველებმა სულ რამდენიმე წუთების განმავლობაში სასტიკი მეთოდებით დახოცეს მათი გერმანელი კოლეგები, ასე რომ ვთქვათ, თანამებრძოლები, დაახლოებით 200-ზე მეტი გერმანელი და ის რამდენიმე ქართველიც, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აჯანყების დაწყებას, ან იყო ასეთი ინჯია მაგალითად, რომელიც ასევე მოკლეს ქართველმა თანამემამულეებმა, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა აჯანყების დაწყებას და ასე ღამით დაამყარეს კონტროლი კუნძულის ნაწილზე. ლეგიონის მეთაური ბრაიტნერი გადარჩა და ამან დიდი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში. ეს იმიტომ გადარჩა ცოცხალი, რომ მასთან მყოფმა ქართველმა არ ესროლა ბრაიტნერს, ისე გაიქცა და ცოცხალი დატოვა. და ბრაიტნერმა შემდეგ კონტინენტიდან დამხმარე ძალები გამოიძახა, რაც მალევე მიაშველეს და დაიწყო შეტაკებები, რაც 6 კვირა გაგრძელდა. ფაქტობრივად ეს აჯანყება მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დასრულდა. ანუ ბოლო ერთ-ერთი ბოლო მოვლენა იყო ზოგადად აქტიური მოქმედებების. ქართველებმა ტექსელელების რეკრუტირებაც, გადაბირებაც სცადეს, მაგრამ გერმანელების სამხედრო უპირატესობამ საბოლოოდ თავისი გაიტანა და მოხდა ქართველების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ანუ 800-დან ომის დასრულების შემდეგ ცოცხალი იყო ამ ბატალიონიდან 200, ზუსტი ციფრი არსებობს, 224 ადამიანი. აჯანყების ღამის გარდა ბრაიტნერის ჩანაწერის მიხედვით ქართველებმა ბრძოლების დროს, უკვე უშუალოდ ბრძოლების დროს დაახლოებით კიდევ 200 გერმანელი მოკლეს, მაგრამ შეიძლება ეს ციფრი ცოტა მეტიც ყოფილიყო კიდევ. ან დანაკარგები დაახლოებით თანაბარი იყო ორივე მხარეს და ის უნდა აღინიშნოს, რომ მხარები ძალიან დიდი სისასტიკით გამოირჩეოდნენ ერთმანეთის მიმართ, არც ერთი მხარეს არ აყავდა ტყვეები, ფაქტობრივად ადგილზე უსწორდებოდნენ ერთმანეთს. ეს აჯანყება ძალიან რთული შესაფასებელია, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ისე არის დღეისათვის მოცემულობა, რომ ასე ვთქვათ, ძალიან შარავანდედი აქვს შესხმული. რეალურად კი, აი როგორც აღწერე, ესე იყო მოვლენები. ქართველებმა ფაქტობრივად დახოცეს გერმანელები, რომელთან ერთადაც თქვა თვითონ ეძინათ და მათთან ერთად მოქმედებდნენ 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღამით ძილის დროს, ანუ და ეს რამდენად ჯდება
აი ამ გმირობის ჩარჩოებში ცოტა რთული სათქმელი არის. სხვათა შორის ბრაიტნერი ცოცხალი იყო დიდი ხნის განმავლობაში ომის შემდეგაც და ის თვლიდა რომ ნებისმიერი სამხედრო სასამართლო აი ასეთი ფორმის საქციელს, ასეთი ფორმით აჯანყების ორგანიზებას დასჯიდა აუცილებლად ანუ განაჩენს გამოიტანდა აჯანყებულების წინააღმდეგ. საბოლოო მონაცემები რომ დავასახელოთ, ასევე ესეც საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი მსმენელისთვის. საბოლოოდ 1942-45 წლებში სულ ჩამოყალიბდა 12 ქართული ბატალიონი ვერმახტის შემადგენლობაში და 1 ქართული ბატალიონი აბვერის სპეცდანიშნულების რაზმის ბერგმანის შემადგენლობაში, ანუ 13 ბატალიონზე არის საბოლოო ჯამში საუბარი. ესენი იყო 795, 796, 797, 798, 799, მეორე 198, მეორე მე-4, პირველი მე-9, პირველი 822, ეს რომელიც მონაწილეობდა აჯანყებაში, 823 და 824. აქედან 8 იყო პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული, 4 უკრაინის. აღნიშნულ ბატალიონებსა და ბერგმანის ქართულ ბატალიონში ქართველების საერთო რაოდენობა დამხმარე პერსონალის ჩათვლით იყო დაახლოებით 14000. ამას უნდა დავუმატოთ უზრუნველყოფის ნაწილებში შემავალი 7000-მდე ჯარისკაცი და საბოლოო ჯამში გამოდის ვერმახტის შემადგენლობაში ქართველების რაოდენობა 21000. ამ ჩამონათვალში არ შედის SS-ში, Waffen-SS-ში, Luftwaffe-ში, საზღვაო ძალებში შემავალი ქართველი მოხალისეები. შესაბამისად, საერთო ციფრი უნდა იყოს ბევრად მნიშვნელოვნად მეტი 21000-ზე, ვინც გერმანელების მხარეს გამოდიოდა. უშუალოდ გერმანულ დანაყოფებში მებრძოლი კავკასიელების საერთო რაოდენობა გერმანელებს აქვთ ეს მონაცემი იყო 32000, ანუ აქ იგულისხმება ყველა კავკასიელები ერთად და თუ ვიანგარიშებთ იმ პრინციპით, რომ ამას 4-ზე უყოფთ თითოეული ჯგუფის მიხედვით, ანუ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და ჩრდილოკავკასიელები, ნუ თითოზე დაახლოებით 8000 შეგვიძლია ვიანგარიშოთ საშუალოდ და ამ შემთხვევაში გერმანიის მხარეს მებრძოლი ქართველების რაოდენობა ავა დაახლოებით 30000 მებრძოლამდე და მომარაგების ნაწილების, ასე რომ ვთქვათ, წევრებამდე. ვერმახტის გარდა, რაც დღეს არ გვიხსენებია, არსებობდა ასევე ომის ბოლოს შექმნილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს და შეგვიძლია ამით ალბათ ამოვწუროთ. არსებობდა Waffen-SS-ის ქართული დივიზიაც. ეს შეიქმნა ომის ბოლო ეტაპზე. 1944 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა Waffen-SS-ის კავკასიის კავალერიის დივიზია და მისი მეოთხე პოლკი იყო ქართული, რომლის მეთაურადაც დაინიშნა ფრიდონ წულუკიძე. ეს იყო ძალიან ცნობილი ოფიცერი, ხოლო მისი თანაშემწე იყო მაიორი შალიკაშვილი. ამის შემადგენლობის შევსება მოხდა დასავლეთის ფრონტიდან დაშლილი ზოგიერთი ნაწილების ახალი სამხედრო ტყვეების გადაბირებისა და ჯგუფი K-ს შეერთების შედეგად. ეს ჯგუფი K იყო იგივე ჯგუფი კავკასია, რომელიც 1942 წელს შეიქმნა გერმანელების მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ საპოლიციო ფუნქციების შესრულების მიზნით და მასში კავკასიელებიდან 150 მებრძოლი უნდა შესულიყო ყველა ეთნოსიდან. ქართულ ასეულს მეთაურობდა ხსენებული პოლკოვნიკი წულუკიძე.
იმის გამო რომ კავკასიაში ჯგუფი კას გამოყენება გერმანიის ფრონტზე უკან დახევის გამო შეუძლებელი გახდა დანაყოფი მომდევნო წლებში სხვადასხვა ადგილებზე დაცვით ფუნქციებს ასრულებდა და 1954 წელს ის შეიყვანეს SS-ის ქართულ პოლკში. თუმცა აქ საუბრობთ უკვე ომის მიწურულზე 1954 წლის ბოლოზე და გათვალისწინებული 3000 კაციანი შემადგენლობის ნაცვლად SS-ის ქართული პოლკის რაოდენობა იყო მხოლოდ 800. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დანაყოფის ბოლომდე სათანადოდ შეიარაღება ვერ მოესწრო ომის დასრულებამდე და ასევე მისი ჩაცმა აღჭურვა, გერმანელები მას წარმატებით იყენებდნენ იტალიელი პარტიზანების წინააღმდეგ ომის ბოლომდე. და იქვე იტალიაში მეორე 198 ქართული ბატალიონი ოპერირებდა ასევე განსაკუთრებით წარმატებით ამის მეთაურის ჩანაწერები პოლიტიკური კი არა და სამხედრო რეპორტები არსებობს ეს იყო კაპიტანი ფონ მიულერი მეორე 198 ბატალიონის მეთაური ასევე მის შემდეგ იყო კაპიტანი შულცი და ბოლოს იყო უკვე სულ ომის დასრულებისკენ მიხეილ დადიანი მისი კაპიტანი მიხეილ დადიანი მის მეთაური და ესენი ძალიან აქტიურად გამოდიოდნენ იტალიელი პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მგონი მთლიანობაში ყველაფერს შევეხეთ, რაც არ მიხსენებია და ახლა გამახსენდა, არის ალბათ სამხედრო სტრუქტურის ხელმძღვანელობა უნიკო ქართველების მხრიდან. თუ გაინტერესებს, შეგვიძლია ამაზე ცოტა ორი სიტყვა ვთქვათ. კი. ეს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ხდებოდა, შეგვიძლია სხვა გადაცემის თემაში უფრო ვრცლად გავშალოთ თუ ვისაუბრებთ ვთქვათ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე გერმანელებთან. რა თქმა უნდა, ეგ ცალკე თემაა კიდე, იმიტომ რომ ეგ კიდევ უფრო დიდი თემაა რეალურად. ხო, და შესაბამისად სამხედრო დავუტოვოთ ლეგიონების თემას მაშინ და და სამხედრო ხელმძღვანელობას კი, ერთი რაც შეიძლება ვთქვათ კიდე ბოლოსკენ, საინტერესოა ამ ომის დამთავრების შემდეგ რა ბედი ეწიათ იმ ხალხს ქართველებს, რომლებიც გადარჩნენ ამ ომში? ეს უნდა განვასხვაოთ ხელმძღვანელი პირები და რიგითები. ანუ რიგითების შემთხვევაში საქმე ბუნებრივია, ბევრად უფრო მძიმედ იყო, მასობრივად ხდებოდა, ანუ თუ თქვათ პარტიზანებს ჩაუვარდებოდნენ ან ასე შემდეგ ფიზიკურად ანადგურებდნენ ადგილზე ვინც ცოცხალი გადარჩა რიგითი მებრძოლები დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირში ბრუნდებოდა აბრუნებდა გამარჯვებული მხარების კოალიცია საბჭოელებთან შეთანხმებით და ნუ შემდეგ ბუნებრივია ისინი ანადგურებდნენ ხოლო სამეთაურო რგოლები გადარჩნენ ასე რომ ვთქვათ ნაწილი ჩადგა ახალი გერმანიის სამსახურში შეგვიძლია მაგალითად ქართული სამეკავშირეო საბჭოს ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრებზე რომ ვისაუბროთ მაგალითად ამაში შედიოდნენ მიხეილ კედია მიხეილ ალშიბაია გიორგი მაღალაშვილი მაღალოვი და ესენი ფაქტობრივად ყველა ცოცხალი დარჩა კედია შემდეგ რაღაც უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა ფანჯრიდან გადმოვარდა შვეიცარიაში ეს მოგეხსენება თუ ისი ხელწერა არის გივი გაბლიანი ამერიკის ჯერ გერმანიაში დარჩა და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ექიმი გახდა ერთ-ერთი ვიზიტისას სხვათა შორის კონრად ადენაუერსაც არის შეხვედრილი პირადად გერმანიაში კანცლერს კონრად ადენაუერის მინისტრი იყო შემდეგში თეოდორ ობერლენდერი სხვათა შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც მაღალ თანამდებობებზე იყო და
შალვა მაღლაკელიძის ბიოგრაფია ბევრად უფრო რთული საკითხი არის. შალვა ჯერ დაპირისპირებული იყო თვითონ ქართველებთან, აი ამ ჯგუფთან, რადგან ვისაუბრე ზემოთ უკვე შემდეგ ის გერმანელებთან დაპირისპირებაშიც შევიდა და საერთოდ ჩამოაცილეს სამხედრო საქმეს, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ შეიძლებოდა ბრიტანულ და საბჭოთა დაზვერვებთან ჰქონოდა რაღაც ურთიერთობა. და შემდეგ ფაქტობრივად მოხდა მისი ეს ძალიან უცნაური მოტაცება, შემდეგ საბჭოთა კავშირში დაბრუნება და იქ გარდაიცვალა, ვიცით მისი ბიოგრაფია, რაც ბუნებრივია თავისთავად ცოტა ეჭვებს აჩენს მის მიმართ, ობიექტური რომ ვიყოთ. და თვითონ რიგით შემადგენლობებზე, როგორც აღვნიშნე, ძირითად შემთხვევაში ძალიან იღბლიანი ადამიანების შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, რომ მაგალითად იყო შემთხვევები, რომ ჩავარდნენ გერმანიაში, ადრე შემდეგ ავსტრალიაში წავიდნენ და ასეთი გამონაკლისები, მაგრამ აი თუ მასაზე ვისაუბრებთ, ხდებოდა მათი დაბრუნება, დეპორტაცია საბჭოთა კავშირში და შემდეგ შესაბამისად ხდებოდა მათ მიმართ მოქმედებები. ეს არის რის თქმაც შეიძლება. ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან უცნობი უმრავლესობისთვის, მაინც საქართველოში. ბუნებრივია, ხა მე-20 საუკუნეში, საბჭოთა პერიოდში ამაზე ბევრს ვერაფერს ვერ დაწერდნენ და გამოსცემდნენ, ხო, თავისთავად. იმიტომ რომ ხა ყველანა დემონიზებული იყო, მაინც იდეაში ყველგან დემონიზებული იყო, მაგრამ მაშინ შეზღუდულიც იყო უფრო მუშაობა, ხო, ასეთ თემებზე, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ პერიოდში გამოიცა კიდე რაღაცები, თუნდაც ბოლო პერიოდში 2012 წელს გამოვიდა მგონი შალვა მაღლაკელიძის მემუარები, ძალიან პოპულარული იყო ერთი პერიოდი. მანამდეც იყო მგონი დაბეჭდილი, მაგრამ მე რამდენჯერმე ხელახლა გამოსცეს და ძალიან პოპულარული იყო ერთი პერიოდი, ყველა მაგთის ახსენებდა ხოლმე. ასევე ერიკლისა აქვს ხო გამოცემული წიგნი ტექსელის აჯანყების შესახებ, რომელიც ასევე არის ქართულ ენაზე გამოცემული და ზოგადად ეს როგორც ვიცი საკმაოდ პოპულარული საკითხი არის საკვლევად ტექსელის ამბოხება, ვინაიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა არის ბოლო მიწურულის ან მეორე მსოფლიო ომისა, რადგან ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლა იყო ხო ამ ომში და შესაბამისად ხშირად არის ხო მოხსენებული დოკუმენტური ფილმებიც არის გადაღებული ამაზე და ასე შემდეგ. მაგრამ აი რა შეიძლება ითქვას, აი თქვათ ხა ხშირად კითხველი და მსმენელი მეკითხება ხოლმე რომ რა შეიძლება წავიკითხოთ მაგალითად აი ამ თემაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ. აი თუ გვაქვს რაიმე შემაჯამებელი გამოცემა ქართულ ლეგიონებზე. ქართულ ენაზე არა, მაგრამ გერმანულად არის ასეთი ავტორი იოახიმ ჰოფმანი, რომელიც ფრაიბურგში იყო სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ის უშუალოდ ამ საკითხზე მუშაობდა გერმანიის აღმოსავლურ ლეგიონებზე. მან დაიწყო ასე რომ ვთქვათ ამ საკითხზე ფუნდამენტური კვლევა. აქვს ცალკე წიგნი გამოცემული, ასე ვქვია, Die Ostlegionen 1941-43, სადაც ზოგადი მოცემულობა არის, აქ შედის ყველაფერი, როგორ გადაწყდა ამ ყველაფრის ორგანიზება, შტაუფენბერგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე უშუალოდ კავკასიაზე კიდევ ცალკე წიგნი გამოსცა 1942-43 წლების მოვლენების შესახებ და აქ არის როგორც ფრონტზე მიმდინარე ბრძოლები და ასე შემდეგ აღწერილი, არის ასევე შემდეგ უკვე 43 წელს უკან დახევ არის ასევე პოლიტიკური საკითხებიც, თანამშრომლობის პოლიტიკური საკითხები. აი ეს ორი წიგნი არის რაც ეხება ამ თემატიკას. რუსულ ენაზე აქვს გიორგი მამულიას გამოცემული წიგნი სახელად ქართული ლეგიონები მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც ასევე ვრცლად არის აღწერილი ეს პერიპეტიები, რაზეც ვისაუბრეთ. და არის საარქივო მასალა, არის ასევე ერთი გამოვრჩა კიდევ პატრიკ ფონცურ მიულენის წიგნი არსებობს სვასტიკასა და საბჭოთა ვარსკვლავს შორის, ასე ვქვია, ესეც გერმანულ ენაზე არის, რომელიც ასევე ამ თემატიკას ეხება.
აი ეს არის ძირითადად რაც მახსენდება და ბუნებრივია საარქივო მასალა, იგი პროფესორ ჰოფმანის არქივში მიმუშავე ავიყავი და არის ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო ჩანაწერები მიმოწერა უშუალოდ მონაწილეებთან, რაც ზოგი არც აქვს გამოყენებული თვითონვე თავის წიგნში, ანუ ალბათ როგორც გერმანელს შეიძლება არ დაინტერესდა, მაგრამ ქართული გადასახედიდან ძალიან საინტერესო რაღაც წერილები არის იგივე გაბლიანთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვა მონაწილეებთან, გერმანელ მეთაურებთან ლეგიონების, ეს ფრაიბურგშია და ფრაიბურგში არის ასევე ცალკეული ლეგიონების შესახებ ეს ცოტა გაფანტული ტიპის ინფორმაცია, გვარებით, შემადგენლობის ვინ შედიოდა და ასე შემდეგ. სხვა შორის ეს სამომავლოდ შეიძლება რომ კიდევ უფრო ვრცლად დამუშავდეს და ქართულად დაიწეროს კარგ მოზრდილი ნაშრომი ამ საკითხზე, იმიტომ ქართულად ჯერჯერობით არაფერი არ არის. ფიქრობ საკმარისია, მაინც ხა ვისაც გაცნობა უნდა იმას ეყოფა რა ეს მასალა რომ ცოტა წარმოდგენა შეექმნას და მით უმეტეს ეს პოდკასტი რომელშიც ესე ვრცლად განიხილე შენ ეს საკითხი. შემდგომში შეგვიძლია ჩვენ საკმერე ხო პოლიტიკური ნაწილიც შეიძლება ამაზე საუბარი ხო მე შემდგომში უკვე. თან ჩვენ ახლა ვისაუბრეთ დროიდან საკმაოდ ესე ლაკონურად ასე რომ ვთქვათ ამ თემებზე, იმიტომ რომ ბევრად უფრო ვრცლად შეიძლება კიდევ ამ პერიპეტიებზე თუნდაც კავკასიის მისადგომებთან ბრძოლაზე, იგივე თამარის ოპერაციაზე, გიორგი მამულეს ბევრი უწერია სხვათა შორის ამ თემაზე, კარგად აქვს ნამუშევარი. და დღეს საერთოდ არ გვისაუბრია პლუს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ეს კიდევ ამაზე უფრო მეტი თემატიკა არის მოცულობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიდიოდა, ძალიან ბევრი მოლაპარაკებები, იდეები და ასე შემდეგ არსებობდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო კავკასიის მოწყობა. ხო, ეს ძალიან საინტერესო თემაა მართლა ხო და ეს საკე ეპიზოდი შეგვიძლია დაუთმოთ მე უკვე მაგ საკითხს, იმიტომ რომ მე საერთოდ დაკვირებული ვარ რომ ეს საკითხი ზოგადად აი მესამე რაიხისა და იმ პერიოდის ქართველების ურთიერთობა საქართველოსთან კავშირი, მათი იდეები რაც არსებობდა თუნდაც კავკასიასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ინტერესი იწვევს ხოლმე საქართველოში და პოდკასტის გარდა იმედი მაქვს რომ მე წერილობითაც ავტორები შეეცდებიან რომ ამ თემაზე ისაუბრონ რა თქმა უნდა. წერილობით ახლა მზადდება საბჭოთა საქართველოს ისტორიის წიგნი, რომელიც კორექტურაში არის, უნდა გამოიცეს და აქ იქნება მეორე მსოფლიო ომი და ქართველები, ესეთი ქვეთავი, სადაც რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ამის შესახებ მე და დიმიტრი სილაქაძემ გავაკეთეთ ერთი მოზრდილი თავი ორივე მხარეს მებრძოლი ქართველების შესახებ და ეს დაიბეჭდება ქართულ ენაზე იმედია მალე. კი ბატონო, ძალიან კარგი, იმედი მაქვს რომ მე ეს დაინტერესდება, შეგვიძლია სხვა ეპიზოდში უკვე მაგალითად რეკომენდაცია გავცეთ, როცა წიგნი გამოიცემა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, იმედი მაქვს კიდე მოგვიყვები შემდეგ სხვა ეპიზოდში პოლიტიკურ ნაწილზე და რა ვიცი, მსმენელს ვეთყოდი, აუცილებლად დაელოდონ ახალ ეპიზოდებს, გამოიწერონ არხი, რაც თავარია რომ მიიღოთ შეტყობინება, რომ ახალი ეპიზოდები გამოჩნდა წარე პოდკასტზე. და დაგემშვიდობებით მომავალ პოდკასტამდე. გიორგის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა ნიკა და უერთდები მოწოდებას გამოიწერეთ წარე პოდკასტი.